გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო, ძალიან სასიამოვნოა რომ მეცნიერთა კონგრესი განაახლებს იმ თავის დამოკიდებულებას, გვარი მაგიდა, ანუ ჩვენ შეიძლება ყოველ ორშაბათს აუცილებლად, მაგრამ შეიძლება რომ კვირაში რამდენჯერმე დაგჭირდეს, ზოგჯერ ცელი არ იყოს, მაგრამ იყოს მოკლე, შეიძლება ყველა არ მონაწილეობდეთ, მაგრამ რამდენიმე პიროვნება მიიღოს მონაწილეობა და თქვათ იყოს თემა საუბარი საქმიანი, აკადემიური. ჩვენ ყველანი ვინც დღეს აქ მაგიდასთან ვართ, რეალურად თითქმის ყველას გვაქვს ან გვქონდა საავტორო გადაცემები ტელევიზია ქართული ტივის მეშვეობით. ეხლა ამოცანა ეს არის, რომ ხანდახან სწორედ ის ხალხი, ვისაც პერსონალური გადაცემები გვაქვს, საავტორო გადაცემები გვაქვს, შევიგრიგოთ ერთხელ და აი ესეთი სადისკუსიო საუბარი გავმართოთ. ეგ ძალიან კარგია, რომ ესეც გვიწყობს ხელს გოგვალ მაგიდას საერთოდ საქართველოს ისტორიაში არა მარტო წინა საუკუნეში, არამედ პერიოდიდან ცხოვრების შეხვედრები ასეთი მნიშვნელოვანი იყო, ძალიან სერიოზული და ამიტომ ჩვენ სწორედ ამ ტრადიციიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. ეხლა დღეს ჩვენ ძალიან მძიმე თემა რა ხდება საქართველოში. აგერ ხშირად დავდივარ მე ამ წიგნით. ეს არის საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ამ ქვეყანა, რომელიც ამას ფლობს უკვე რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვინც აიკითხა ეს წიგნი და უცხოეთში ვინც გაიტანა კიდე, იქიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ ცუდად. ცუდად მით ძალები მოიწვიეთ და ვის გააკეთებიეთ ეს, რომ აი ამ სიმდიდრის ქვეყანაში ცხოვრობ ღარიბად. საქართველოს ინტეგრალური რესურსები. ეს როგორი სერიოზული დოკუმენტია. ჩვენ დიდი ხანია ვთხოვთ ყველა ხელისუფლება 29 წელია მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი, ახლა უკვე მეცნიერთა კონგრესი ვთხოვთ და ვეუბნებით მარტივ რამეს, რომ სამი რამ გვჭირდება ჩვენ. პირველი, ვიცოდეთ ჩვენი რა რესურსებს ფლობს ქვეყანა, ვიცოდეთ რეალურად რა მდგომარეობაში ვართ. ოდეს ისე კი არა ხელისუფლება რომ ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და ოპოზიცია რომ ამბობს, რომ ყველაფერი ცუდადაა, ერთი წყვილის და მეორე წყვილის და შეფასება პოლიტიკურია. არამედ რეალურად მართლაც მეცნიერების მიერ შეფასდეს რეალური მდგომარეობა როგორია და ძალიან კარგი რამ არის, რომ ამ მდგომარეობის ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ ეს რესურსები მოქმედებაში პროგრამა, მეტი არაფერი ამას არ ჭირდება. მოდი ვთქვათ ჩვენ პირდაპირ და გამოკვეთილად, რომ მეცნიერთა კონგრესის ყველა აბსოლუტურად პროგნოზი გამართლა. ვისაც ეს დაეჭვებს, მე ვთხოვ მე ჩვენს მეგობრებს, ისინი Facebook-ზე დადებენ, რა წერილითაც მიმართეთ ჩვენ ბიძინა ევანიშვილს 2016-ში, 2018-ში, 2020-ში, სადაც წერდით, რომ ეს მოხდებოდა ქვეყანაში თუ ეროვნული თანხმობის პარლამენტისკენ, ხელისუფლებისკენ არ წავიდოდეთ. რეალურად იგნორირება გაუკეთეს ყველაზე ფასეულს, ყველაზე გამოკვეთილს, ყველაზე განსაკუთრებულს. იმას, რასაც ქვია იდეა ეროვნული თანხმობის პარლამენტის თანხმობის. თანაც ეს მეცნიერებმა დაამუშავეს, არავით არის საკამათო და ის არ არის, ყველა პარტია მონაწილეობს და ხალხი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. უბრალოდ არის ერთი რამ, რომ პარტიებს უთხრეს მეცნიერებმა ცოტა ხანს გაიწიეთ გვერდზე. რა შეერგვეთახმებიან პარტიები, არა, ჩვენ გვერდზე არ გავიწევთ. და საქართველო რა არის დღეს, აი როგორ ხდება საქართველოში. საქართველო დღეს არის პარტიების ბრძოლაში დაკარგული ქვეყანა. აი ეს არის პარტიების ბრძოლობენ სკამისთვის, მეცნიერები იბრძვიან მომავლისთვის, საჭირო იყო ცოტა ხანს გაგვეჩერებია სკამისთვის ბრძოლა, ვეფიქრა მომავალზე, ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ მეცნიერებს, შევთავაზეთ, რომ პროფესიული თავრობა, პროფესიონალთა მთავრობა და ყველა მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ პარტიებმა ცოტა ხანს გავიწვიოთ გვერდზე. არა, ჩვენ უნდა ვიყოთ. და რეალურად არა მარტო უნდა ვიყოთ, არამედ უკვე ყველაფერს ფიქრობენ ისეთ ფორმები შემოდის, რომ მე მგონი საოჯახო დინასტიები შეიძლება გააჩინონ ქვეყანაში საშინელებად. მე პირდაპირ და ხმოვანად ვამბობ, თქვენ შეიძლება არ გაიზიაროთ, დარჩენს არ არის მეცნიერთა კონგრესის აზრი, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ბიძინა ივანიშვილმა უკადრებელი აკადრა ამ ქვეყანას. რომ მკითხოთ რით,
მარტივი რამე შემიძლია გითხრათ. თუნდაც ასეთი პარლამენტები რომ ყავდა. ასეთი პრეზიდენტები რომ ყავდა. ასეთი პრემიერ-მინისტრები რომ ყავდა. ასეთი პრემიერი, ასეთი ის რომ ყავს ეს პარლამენტი რომ ყავს. პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილმა ავტორიტეტები გაანადგურა ქვეყანაში. სპორტსმენები, რომელიც ხელისგურზე ხარდათ, სიძულვილის საგანი გახდნენ უკვე. და რეალურად უწიგნურობამ ბიძინა ივანიშვილმა უწიგნურობა აიყვანა რაღაც წარმოუდგენელ სიმაღლეზე, ანუ რეალურად გამოვიდა რომ გაუნათლებლობა, უწიგნურობა, სერიოზული ფუნდამენტური ესე იგი განათლება არ გააჩნია ხელისუფლებაში არავის. მე ვამბობ ფუნდამენტური, აკადემიური, სერიოზული განათლება არ გააჩნია ხელისუფლებაში არავის. შეიძლება იყოს დიდი სპორტსმენი, შეიძლება იყოს დიდი მსახიობი, შეიძლება იყოს ძალიან დიდი რაღაც მიმართულებით, მაგრამ პოლიტიკა სხვა რამეა და როგორც აინშტაინი ამბობდა, ყველაზე დიდი მეცნიერება არის პოლიტიკა და ყველაზე დიდი მეცნიერი არის პოლიტიკოსი. ის დაამცირეს ამ ქვეყანაში, რაც სოფლიოში აღიარებულია რომ ყველაზე მთავარი. ამიტომ მე ვრჩები იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა უკადრებელი აკადრა ქვეყანას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული ის უკადრებელი რაც ხდება, არის ის, რომ ასეთი ოპოზიცია რომ ყავს ქვეყანას. როგორი ისეთივეა ოპოზიცია, როგორც არის ხელისუფლება. და საქართველოში ყველაზე ცუდი ამას აქვს ის, რომ რეალურად ხალხი დაარწმუნეს, რომ ჩვენს გარდა არავინ არ არის. ანუ ის, ვინც ვართ ხელისუფლებაში და ვინც იბრძვის ხელისუფლებისთვის. ანუ ამას ამკვიდრებდა მიხეილ სააკაშვილი, მანაც უკადრებელი აკადრა ქვეყანას ბევრი რამით და მივიღეთ შედეგი, მან რომ უკადრებელი აკადრა ქვეყანას, მივიღეთ ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილით მიდიან სააკაშვილის სიყვარულამდე და სააკაშვილის სიძულვილით მიდიან ბიძინა ივანიშვილის სიყვარულამდე. ეს არის ავადმყოფური აზროვნება. ქვეყანა არის ჩემის აზრით ძალიან რთულ მდგომარეობაში. მე ამას რომ ვამბობ, ვექნობი მეცნიერთა ძალიან სერიოზულ კვლევებს, ვხედავ იმას, რაც ხდება ქვეყანაში და გამოკვეთილად მინდა ვთქვა, რომ ასე იგი ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, ეს არის შედეგი. მაგრამ მიზეზი არის სრულიად სხვა. ჩვენ ვევძვით შედეგს. მაშინ, როდესაც ბრძოლა არის საჭირო მიზეზთან. აი სწორედ ეს არის ჩვენი საუბრის თემა დღეს. ვევძვით შედეგს და მიზეზი რჩება იგივე. ჩემი პოზიცია იყო და რჩება. მეცნიერებმა მირჩიეს მე და 97 წელს, როცა პარლამენტის ტრიბუნასთან დავდექი, მაშინ მეცნიერებმა მე დამავალეს და მათქმევინეს, რომ ამ ქვეყანაში სისტემა ავადმყოფია. სისტემა კრიმინალურია ამ ქვეყანაში. სისტემა კორუფციულია და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო კრიმინალური კორუფციული სისტემის შეცვლა. მეცნიერთა კონგრესია ერთადერთი ორგანო, რომელიც ძალიან ოპტიმისტურად არის, ღვთისწყალობით უამრავი ადამიანი ერკვევა უკვე იმაში, რომ მეცნიერების გარეშე მომავალი არ არის პარტიების ერა, ეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დამთავრდეს, უნდა დადგეს მეცნიერების ერა. აი როცა ეს მოხდება, ამ ქვეყანას აქვს დიდი მომავალი, აი ამ წიგნს რო აწერია სათაურად მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სამშობლოში, ეს უნდა დაეყნოს აი ამ დიდ წიგნს და ვიცხოვროთ ბედნიერებით სამშობლოში. როგორ უნდა გავაკეთოთ? გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, პროგრამული დოკუმენტი, აგერ პირველი ვინც იყო ამ მიმართულების ხელმძღვანელი, აგერ არის დღეს ბატონი ვახშია სწორედ ამის და გელაჩი მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება, ახალი გაზომილება, ანუ რა შემცვალოთ რომ გადავრჩეთ. ყველაფერი მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს, მაგრამ ვინ იცის ეს ხალხმა არა, მეცნიერ ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს, პირიქით აქ ალბათ რომ ვარაცაგან საუბრობდა, არ მინდა დაუკარგო მას ეს და ვიზიარებ მის მოსაზრებას იმის დაობაზე, რომ ძალიან ბევრი რამ წაიღეს ჩვენ მარგარგამ დაამახინჯეს. ჩვენ ვქმნით სახელმწიფო კაცების საგრებულოს დაამახინჯეს და მოიპარეს და დაამახინჯეს. გაგზავნილი ბატონ პრემიერთან ბოდისმისის ბატონთან ჩაგერთვებით, რომ ემიგრანტთა ყრილობა როცა ჩატარდა, ემიგრანტებმა მხარი დაუჭირეს, მეცნიერთა კონგრესს მხარი დაუჭირეს მათთვის სისტემის შეცვლის 21 პუნქტიან პროგრამას, მხარი დაუჭირეს ემიგრანტთა დაბრუნების პროგრამას, მხარი დაუჭირეს ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას. სწორედ აი ამ მიზნით ჩატარდა მაშინ ის
ემიგრანტთა ყრილობა და პრემიერს გაუგზავნეს წერილი იყო 100-მდე ემიგრანტის ხელმოწერა, სადაც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ შეიქმნას უხუცესთა საბჭო. ეს ილია მეორის კურთხევით იყო, სწორედ აი ამ წიგნში წერია. უხუცესთა საბჭო კი შეიქმნა, მე იქედან ვადევნებდი თვალყურს ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით, მაგრამ როგორი მართვის მექანიზმი ჩაიდო ამ უხუცესთა საბჭოში და რა უნდა იყოს მისი ფუნქცია, ეს სულ სხვა რაიმეა და ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში უხუცესთა საბჭო იქმნებოდა სულ სხვა მისიით. ანუ უხუცესთა საბჭოს უნდა ხომ ესია ბატონ თემურტუ მეშლება, როგორც არის ცივილიზებულ სამყაროში. მაგრამ დებულება ყველაფერი ამ წიგნში წერია, ქალბატონო ვარ, უბრალოდ მე რადგან ამ დეტალს შევეხეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი რამ, რომ ძალიან ცნობილი პიროვნება, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ახლა მე ბატონ ფრიდონ დიდ პატივს, მაგრამ არის განსხვავება, როცა პოლიტიკაზეა საუბარი და ეროვნულ განწყობაზეა, თქვა ჯუმბერ კოპალიანი და დავუშვათ სხვა ვინმე, თუნდაც მე ან სხვა ვინმე და თუნდაც ფრიდონ ინჯია. ჯუმბერ კოპალიანი ედგა სათავეში ამ საქმეს და მიდიოდა დასახელება ხალხის მიერ, ვინ უნდა შესულიყო და იყო ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. ვისაც უნდა კი არა, ხალხს უნდა დაესახელებე და წერია, რომ ვინც გაიარა ცხოვრება კაცურად, ადამიანურად, ვინც არ უღალატა ქვეყანას, ვინც ფული არ იშოვა, ვინც ქვეყანას ბეჭი შეუდგა, იქ წერია ამ წიგნში. ეხლა იქ არიან ისეთი ადამიანები, მაგრამ ის მაინც ეკადრათ, რომ მეცნიერთა კონგრესს იდეა აქედან წამოვიდა, იქნება და პრემიერმა მართლაც მიაწოდა იმათ ეს იდეა, რომ შეექმნათ უხუცესთა საბჭო და იქნებ ვინმე თქვენიდან მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლები მიეწვიათ. მოდით თქვენიდან ვინმე წარმომადგენლები. მოდით ჩვენ ახლა ამ თემაზე ვარ გავიყოთ, წამიყვანოთ თავისკენ. ეს ერთი დეტალია, ძალიან სერიოზული, რა თქვენ ვერ ხედავთ, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. აი გუშინ მე მიწვია მე ერთმა პიროვნებამ, რომელიც სათუმე ქუთაისის ლიცეუმი დაუმთავრებია. და დამირეკა, მე არ ვიცნობდი მას და მითხრა, რომ მე უბრალოდ ვხედავ ქვეყანაში რაც ხდება და უკვე სერიოზული ფიგურაა ეს ქალბატონი, ჩვენ ტელევიზიაში მოვიწვევთ მას და პედაგოგები ყავდა შეკრებილი და გუშინ ისმინეთ ჩემი გამოსვლა როგორ მქონდა მე ჩვენ მქონდა ჩვენ წარმოდგენილი. აი ესე უნდა გენახათ პედაგოგების აქტოვანება და დამოკიდებულება, ვინ ვკითხავთ ჩვენ, არავინ. უბრალოდ ნომაია მაშინ თქვა, რომ 20 წლის მერე თუ შევძლებთ ჩვენ ამის გაკეთებას, რაც ქუთაისში გაუკეთებიათო. რეალურად ჩვენ ხედავთ ერთ რამეს, კარგია რომ მეცნიერების ნაზრები წაიღონ, მაგრამ წაიღონ სწორად. გააკეთონ სწორად. არ შეიძლება რომ მეგობრები, ახლობლები, ნათესავები იკრიბებოდნენ და ქმნიდნენ თუნდაც უხუცესთა საბჭოს, ან ახალგაზრდების საბჭოს, ან რომელიმე პარტიას, პოლიტიკოს. ჩვენ გვაქვს პრინციპები, როგორ იქნება ეს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვამბობ, რომ იქ დასახელდა უამრავი ადამიანი, დღეს ახლა ჩვენ რო გამოვაქვეყნებთ იმ სიას, არც ერთი არ არის იყვანილი, ვინც ხალხმა დაასახელა. ანუ იმათ მოიყვანეს ის, ვინც აწყობთ. ანუ ხელისუფლებას ვინც ტაშს დაუკრავს. მე ხელისუფლების ტაშის მკვლელი ყველაზე დიდი მტერია დღეს ამ ქვეყნის. ქვეყნისაც და ხელისუფლებისაც. ხელისუფლებას ტაშის მკვლელი კი არ ჭირდება. ხელისუფლებას ჭირდება შემჯანჯღარებელი. ოპოზიცია ვინ უნდა იყოს, ჩასაფრებული კი არა. ოპოზიცია უნდა იყოს, რომელიც არ აძლევს ხელისუფლებას საშუალებას, რომ შეცდომა დაუშვას. ჩვენთან ოპოზიცია ცდილობს, რომ დააშვებიოს შეცდომა და მე და ამიტომ ორთავე ამ იმაში ვარ. ამიტომ მე შემოგთავაზეთ თემა ბატონებო დღეს თქვენ, აი რაც რა ხდება ქვეყანაში. მე ჩემო მოსაზრება გითხარით, რომ დაიკარგა საქართველო პარტიების პოლიტიკურ ბრძოლაში. ერთადერთი გადარჩენა არის მეცნიერების მიერ შემუშავებული. ჩვენ ხო არ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი. ჩვენ ვამბობთ მეცნიერების იქნებ სხვებს აქვს კიდე გაკეთებული. ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით მზად ვართ ამ პროგრამებით მოვიდეთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. მოდით ეს ჩვენი პროგრამები მივიტანოთ საჯარო ბიბლიოთეკაში, მივიდეთ იქ და ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ. ჩვენი პოზიცია იყო და რჩება. დღეს არ არის დაპირისპირების დრო. ამ ფორმულით ვამთავრებ მე ჩემს შესავალ სიტყვას. ჩვენი პოზიცია დღეს არის შესაძლებლობათა შეკრების დრო. აი ჩვენ უნდა შევძლოთ რა შეუძლია ჯუბა გებელიზის აგერ უნიკალური პიროვნებაა, მას რისი გაკეთება შეუძლია. აი აგერ თქვა არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც ბატონი ჯუბა გებელი,
არც ქალბატონი ბედია ბაშიძე, ასაგები ახლა მე და ბატონი თენგიზი შეიძლება, არც ბატონი ამირანი, სამივენი არც ბატონი ვახში პოლიტიკასთან ისე არ ყოფილეს, ცნობილი მეცნიერები არიან, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ყველა ადამიანში არის რაღაც პოზიტიური. ჩვენ ხوار უნდა დავუძგავთ შემოდგომის ბუზებს ხوار უნდა დავუძგავთ, რომ აი სხეული ჯანსაღი გაქვს, ერთი გაკაცრულია და იმაზე აჯდება ბუზი. აი ასია ოპოზიცია უყურებს რა შეეშალა ხელისუფლებას, ასია ხელისუფლება რა შეეშალა ოპოზიციას. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველგან არის პოზიტიური დადებითი, შევკრიბოთ ეს პოზიტიური. უამრავი პოზიტიურია უცხოეთში ემიგრანტებში, უამრავი პოზიტიურია უცხოეთში წასულ მეცნიერებში. აი ჩრდილოეთ კავკასიაში ვიყავი, ვნახე მეცნიერები ჩრდილოეთ კავკასიიდან წასული, გარეთ სასწაულ რამეებს აკეთებენ, სასწაულს, როგორ აგერ დაღესტნელებს, ჩვენს ძმებს, ოსებს, ისეთი ხალხი ყავთ, იქეთ ჩეჩნებს, აგერ ყავდა მოწვეული სასწაული ადამიანები, იქ ამერიკაში, ევროპაში სასწაულები მოახდინენ, იქვე არიან ქართველები, ჩვენ ვინდა შევკრიბოთ, შევკრათ, შესაძლებლობა ვისე გაკეთება შეუძლია. მე პიროვნებას ვეუბნებოდი გუშინ, ჩემთვის მიუღებელია მელაძის გადაცემა. მიუღებელია იმის გამო, რომ მელაძეს ასე რო ესაუბრა სააკაშვილის დროს, აი მაშინ დავიჯერებდი მის იმას. სააკაშვილის დროს უარესი ხდებოდა და მაშინ იმას ტაშს უგროვდა. მაგრამ მე ერთი რამეს ვხედავ, რომ აშკარად ნიჭიერი კაცია. აშკარად. აი რომ წავიდეს ის პოლიტიკა, რასაც მეცნიერები ამბობენ, ძალიან ბევრი რომლებიც დღეს ერთმანეთს ჩვენ ვტყობთ, შეიძლება რომ სასიკეთოდ შევეკრათ ერთმანეთს. და აი ამას ნიშნავს შესაძლებლობათა შეკრება მომავლის საქართველოსთვის. აი მეცნიერების პარტიები ამბობენ, მე ჩვენ ვამბობთ შესაძლებლობათა შეკრება მომავლის საქართველოსთვის. მაგრამ ეს არის ჩემი შესაძლებლობა. ხოდის კითხით, სანამ ჩემი დრო მოვა, უნდა ჩაველთო, რომ იმის თქმა მინდოდა ეხლა, ანუ თავრობა, ხელისუფლება და ძალიან ბევრი თქვენს გადაცემებს უსმენს, თქვენს პროგრამებს კითხულობენ, იზიარებენ, მერე შემოიტანეს განათლების რეფორმა ვითომ, რომელიც არასწორად წავიდა, შემოიტანეს ფასების დაკლების პროცედურები ვითომ, რომელიც არასწორად წავიდა, შემოიტანეს ვითომ სამედიცინო სფეროში წამლებზე ფასების დაკლება, რომელიც არასწორად წავიდა. ანუ უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა გაარღვიოთ ეს წერო, თქვენ დაგიძახოთ ამ პრემიერმა და კითხოთ როგორ შეიძლება გავაკეთოთ. ხომ ამბობთ ბატონთემ ერთი წამით, ხომ ამბობთ რომ ჩვენ ყველამ უნდა რაღაცნაირად მივიდეთ იმ წერტილამდე რომ ამ ქვეყანას ეშველოს. თუ ამ წერტილამდე უნდა მივიდეთ რომ ამ ქვეყანას უნდა ეშველოს, მე თქვენი მთელი რომ ვარ, უნდა მოხვიდეთ, დაждეთ ჩემთან და მელაპარაკოთ და მირჩიოთ. აი ეს ასე უნდა გავიგე, ქალბატონო ვარა, მოდი არ გადავიყვანოთ სხვა რამზე. მე არავისთან. თუ ეს ასე არ ჩვენი ამოცანა პირველ ეტაპზე არაფერი ეშველება, ქალბატონო ვარა. შესაძლებლობების გამოყენების მაქსიმუმი არის ის, რომ თუ სადმე შეიძლება რაღაცის შეერთება საქვეყნოდ, იქ უნდა გავაკეთოთ ეს შეერთება. ერთი რამე ფაქტია ბატონო. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ჩემი მოსაზრებები მაქვს და შემიძლია ვთქვა ეს. ქალბატონი ვარა, ჩამოვიდა 4-5 დღის წინ იტალიიდან, 4-ჯერ ჩამოვიდა, 4-ჯერმე წავიდა, ვეღარ ჩერდება. რეალურად ეხლა ყველაზე გაღიზიანებული ეს ქალბატონი. ვეღარ ჩერდები კი არა, არ არის გასაჩერებელი ადგილი. ამას მე თქვენ კი ბატონო, მე ვამბობ იმას, რომ ეხლა მე ჩემთვის მე ვიღაცა გამაკრიტიკებს ახლა ვინც გვისმენს იტყვის რომ ეს როგორო და ლანძღავენ ემიგრაციას. ეს კიდე ცვალკე უფრო დიდი ემიგრაცია არის ოქროს ფონდი საქართველოსი. ამას ვინც ვერ გააცნობიერებს, ის იძულებული იყვნენ და ვინც ამბობს რომ რატო წავიდნენ, რომ რო არ წასულიყვნენ, შეიძლება ეს ქვეყანა საერთოდ ყოფილიყო. ფინიკიელები დაიღუპნენ და უდიდესი ერები დაიღუპნენ, იმიტომ რომ არასწორი ჩვენ აღმოგვაჩნდა იმისი შინაგანი დიდი ძალა ქართველობას და ქართველებს, რომ წასვლით და დარჩენით განავარჩინეთ ქვეყანა, მაგრამ ეხლა ვართ კრიზისულ სიტუაციაში და ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები. უბრალოდ თქვენ რასაც ამბობთ, აი აგერ ამოღებული მაქვს, ძალიან ხშირად უნდა გავიმეორო ეს ერთი ძალიან ეს დიდი სიღრმიდან მოდის, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ერთმა ცნობილმა მსახიობმა დაწერა. ნახეთ, გენიალური რამეა, მაგრამ ეს არის საჭირო მოქალაქეებისთვის. ვაჟა-ფშაველებმა ამბობდა, რომ თვალებახელებული ხალხი საქართველოში რატომ ჭირს ხალხთან ურთიერთობა? მარტივი რამის გამო. ხალხი ამბობს, რომ გზა გაიყვანეს, ხიდი გააკეთეს, ის გააკეთეს, ის დამირიგეს რაღაცა და ამ შემდგომ და მე ხანდახან ჩემთვის ვფიქრობ, რომ ამ ადამიანთან ძნელია ლაპარაკი, იმიტომ რომ ამას უკვე მახინჯად აქვს წარმოდგენილი საქართველოს მომავალი. და ვფიქრობ იმაზე, რომ რისთვისაც მეცნიერთა კონგრესი პასუხს თხოვს ხელისუფლებას,
ხალხი ამისთვის აკებს. მეცნიერთა კონგრესი ხელისუფლებას თხოვს, რომ შენ არასწორად ხარჯავ ფულს, შენ ბიუჯეტში იმის 7-8% შეგავს, რაც რეალურად არსებობს ქვეყანაში. რომ შენ ბიუჯეტში შესული ფულით 10 თეთრი საქმეს აკეთებ 1 ლარით. და ასე შემდგომ და ყველაზე დიდი კორუფცია გაქვს ბიუჯეტში შესულ ფულზე. ამას ამბობს მეცნიერთა კონგრესი. ხალხი პირიქით, აი რა დაწერა ამ დიდ მსახიობად. პოლიტიკოსების ქება იმისთვის, რომ მათ ბიუჯეტის ფულით ააშენეს საავტოფუები, ავტოსტრადები და სარკინიგზო ხაზები, იგივეა რაც ბანკომატის შეკება თავისივე ფულის მოწოდებისთვის. ამაზე გენიალურად მოკლედ ვერ ითქვა, რომ შენი ფული გაქვს ბანკომატში, გამოიტანე და ბანკომატს რო უთხრა, რომ დიდი მადლობა ბანკომატო. ჩვენ ყველამ შევიტანეთ თქვენ საქართველოს ბიუჯეტში და ისინი ხარჯავენ არასწორად, კორუფციულად და ჩვენ დანაშაულებრივად. მე გეუბნებით, რომ თბილისში ყველაზე დიდი კორუფციაა, მსგავსი კორუფცია, ის პრემიერი მინისტრი რო ამბობს, მითხარით რომ მსგავსი კორუფცია თბილისში რო არის, არ ყოფილა არასდროს, იყო სააკაშვილის დროს, იყო შევარდნაძის დროს, იყო ძველი პერიოდი დამოუკიდებელ საქართველოში, იყო ხოლმე ამ მასშტაბის კორუფცია არ ყოფილა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სახლების შენდება ისე, ყველა სახლის უკან დგას კორუფცია. საკომუნიკაციო ქსელი არ არის. მალე შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და ამას ტაშს უკრავთ ჩვენ და რეალობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხედავთ რას ამბობს კაცი. მიუნხაუზენის როლის ავტორი ცნობილი ვარსკვლავე საბჭოთა კინემატოგრაფია. ბევრი გამომივიდა ამის იმით, აი კაბოტონი ლუარას მე მას უდიდეს პატივს ვსემ, ჩვენ გვყავს პიროვნება იქ, რომელიც არის აი როგორც იტყვიან შინაგანად ანთებული და მომართული საქართველოსთვის. სწორედ კონგრესი ბატონ ჯუბა და მეთანხმება რომ ვიყავით წასული იქედან დავიწყეთ ჩვენ ერთად და სასაული რამე გააკეთა. განწყობა იმის შემდგომ ემიგრანტები რო არ ახსოვდა ხელისუფლებას შეშინდნენ და დაიწყეს კიდვა და განანაცვლად იმისა რომ გაგვეგზელებია რომ ემიგრანტთა კონკრეტულობა ისე უბრალოდ ყოველთა ქართულთა ყრილობა ჩამეტარებია, მაგრამ ჯერ ემიგრანტთა ყრილობები ყველგან სადაც საქართველოს ემიგრანტები არიან, მერე საქართველოს შეპრებილი ყავით, მეცნიერთა კონგრესი რა იყო, ეს იყო ჩვენი პოზიცია. არა, ესე იგი იქ ჩამოვიდა მერაბ ბერძენიშვილის ილაში, წავიდა მე აქედან სამინისტრო იყო, მაშინ ხალხი წავიდნენ და ელაპარაკდნენ და უთხრეთ, ნუ ხარ თემურშაშიაშვილთან, ნუ ხარ იმათთან, ნუ ხარ ჩვენ ვართ ამ ქვეყნისთვის ამ თემამ ჩვენს გავჩუმდით და მიიძინათ. არაფერია გავჩუმებული არა. კაი, ძალეთ ბატონო ერთად, მე ზი რა ხდება საქართველოს? დაუბრუნდეთ, ბატონო. ბატონი ამერანაცია. ბატონო. მიზეზები და შედეგებს ვერცე. მე ახლა მაგალითად ორი მიზეზს ვიტყვი, რომელზეც ჩვენ არა საერთოდ პოლიტიკოსებს არ უნდა საუბარი. და ეს არის აი სირახლებას პოზიცია რომ ჩაყო და ვერ ხედავ. ჯერ ერთი არის გარე ძალადობა პატარა სახელმწიფოებში, რომელიც შენ გაძნობებს, რომ შენ ჭკვატე ვერ იყო და შენ სახელმწიფო შენ ჭკვატე ვერ ნახავ. ამის მუდმივი შემეცნება იმისა, რომ ჩვენზე ძალადობენ გარება. რაღაც ძალები, რომელზეც სტაბუდადებული თემა, თუმცა ეხლა უკვე გაცხარდა, აი კარტები გაიხსნა, რომ დიდი სახელმწიფო გვინდა და ძალადობა. უკვე გაიხსნა პანდორას ხუთი. ეს მინდა მე ქვეყანა მინდა მე ესე იგი გაიხსნა, ეს ფარული თემა გაიხსნა. ახლა მეორე თემა გავხსნათ. შიგა ძალადობა, ფარული. რა შიგა ძალადობა? ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ ქვეყანა ბიუროკრატიული ქვეყანა. ჩვენ ახლა გვისმენენ მერიებში, სამინისტროებში, საკრებულოებში ასეულობით 1000 მოხელე. რომლებიც იყო ზოგი შევარდნაძის დროსაც, მიშა დროსაც, ეხლა და კიდევ დიდხანს იქნებით და კვდებიან სიცილით. ისინი არიან რეალური მაფიოზები, რომლებიც იცვლიან მინისტრებსაც, როგორ უნდა ფულიც აკეთონ, თუ პროექტი მინისტრი შეხვდა იმას შეიძლება ხელის მოაწერა, ციხეში ჩასვენა თვითონ ფული გაკეთდა. ანუ შედადაბადობა მიდის ხალხზე. ესე კორუფცია. ასეულობით 1000 ყვარყვარა, რომელსაც ჩვენი პრობლემები არ აწუხებს და აი ჩავთვალოთ, რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში. იმათთან თუ არ ვიმუშავებთ, აბა ვისთან უნდა ვიმუშავოთ? ყველა დავხრით, მაშინ გეტყვიან ქვეყანაში რეპრესიებია. რომ იმათ ხომ და ჩვენ მაგათ დამამთავრებია თუ შეიძლება. ჩვენ ვიღაცას ხომ და გავაკეთებიოთ რეფორმები, ჩვენ ხვდებით რვაკაცი და ხომ და ხალხი იმ მოხელებს ის რეფორმები არა, ისინი არიან ფაქტობრივი მმართველები. შევცვალეთ, სინამდვილეში ქვედა სართულებზე ნაცების, ქოცებს ვინ არ ვერ გაიგებ.
საკუთარ გამოსვლებით ვიცი. პროკურორები, გამომძიებულები, ნელიაში, ყველგან იგივე ხალხი უმეტესობა აბსოლუტურად შეიცვალა რაღაც პროცენტი, ისინი დატოვეს და სხვების დაამატეს და გაბერეს. ეს არის იმხელა ბიუროკრატიული სიმსივნე, რომელიც მორევა თუ არ მოგაკმულფიქრებული, შეიძლება არჩევნებში გაიმარჯვო, მაგრამ ვერაფერს ვერ გააკეთა. აი ამ ორი ამის ამას მოერევა მართვის სისტემის შესრულება. აი ხო, მართვის სისტემა. ის სისტემა თუ არ ბაბადია, ბაბადია. თუ ის სისტემა არ აწყობს იმ მაფიოს, რომელიც არის და უკვე 10 წლების განმავლობაში ფულს შოულობს და აშოვებს კიდევ ახალგაზრდებს. ისინი ნაცისტური კარდინალებად ხედან წლების განმავლობაში იციან, ისე აკეთებენ ხალხებს, რომ შეიძლება 5 წელს ვერ მოკიდო ხელი და ვერაფერს ვერ გააბრალო. და ამ დროს რაღაც რეფორმას იწყებ, რომელზეც მას კურსი უნდა ხელი შარო და გამოაცხადოს სორონა, ხო? ეს უკვე არის რეალური ბრძოლა უკვე ამათთან, ეს მაფიურ სტრუქტურებთან, რომელიც არ შეიძლება თუ ისინი ან ისინი უნდა გადააკეთო, ან უნდა წავიდეს რეპრესიები. ამ რეპრესიებს გვაპატიებენ? შეიძლება გვაპატიონ თუ მაგრამ რა ხდება იცით? არ არის მარტივი საქმე. პრობლემა ისევ ერშია და არა პიროვნებაში. მე ვამბობ, რომ სტალინის არ იყო 1000 კაცი. სტალინი რომ მოკაო, ჩვენ რო შუაში ვარდო. ესა სტალინია დამნაშავე და ყველა რომ სულვა ერთ კაცზე გავკიდე. სინამდვილეში უმეტესობა ძალადობდა სტალინის ჩამდენილი სხვა არ იყო სტალინის მისია და ის იყო იმანისურა რა უნდა ეკეთებინა და ის იყო რომ მისი ქმედება ძალიან ბევრს მოწონდა და რაღაცა ინტელიგენციის რაღაცა ნაწილი არის აი მამი მუშურ მისა ხოდა ეხლა მან კიდევ რა თქმა უნდა საკითხავია რამდენი სამართლიანი იყო და რა თქმა უნდა ბევრი რამე უსამართლო იყო მაგრამ უმეტესობა ძალადობდა უმცირესობას სინამდვილეში და ეს პიროვნება არ იყო აი მას მოესიზღვრა ეს უნდა დავხურტო ეს ასევე ყველა ლიდერს ყავს თავისი რაღაც ძალები აი ბიუროკრატია აი ზოდის ერთ კითხვას დავისვა მე გეთანხმებით რაც თქვით ეს სრულიად მართალია ქვედაფენებში უფრო არის ეს მოდებული ხვიარასავით მოდებული არის მთელ მმართველობის სისტემაში მაგრამ ეხლა ეს გეტყვით მე როცა მუშაობ თქვა საჯარო სამსახურში თქვათ ვაკეთებ რაღაცას შავ ფულს გვერდზე და არავინ არის ეს ანუ წილშიც მყავს ვიღაცები და ვაკეთებ მაგრამ ზევიდან მოვიდა ისეთი კანონები და შეიცვალა სისტემა ისე რომ მე უკვე მეშინია გადავდგა ის ნაბიჯი რომ ის 10 ევრო 10 ლარი არასწორად გავაკეთო იქ ვიღაცასთან ჩავხსნი მე ამას და მართ ჩუმაწნარა ანუ სისტემა მომაწესრიგა კი არ დამიჭირეს რეპრესიები კი არ განახორციელეს არამედ სისტემა მომაწესრიგა რომ ჩავშდე ჩემ ჩარჩოში სანამ სისტემა მომცემს იმის უფლებას რომ ვაკეთო ის რაც არ არის მიღებული და ვიძალადო თუნდაც უმცირესობაზე და მე კარგად ვიყო იქამდე მე ადამიანის ბუნება რომ მიუშვებ აკეთებს მაგრამ როგორც კი სისტემა მოვა წესრიგში და ესე კანონები ვერ აკეთე კანონებზე ყველასათვის ხო მაგალითად აი საბაჟოსი როგორი იყო და როცა ავტომატურ სისტემაზე გადავიდნენ გამოირიცხა საბაჟოზე კორუფცია. აი ამას ვამბობ, როგორც კი სისტემა დაალაგა, როგორ ხდება კორუფცია ჩვენი პრინციპი არის ერთი რომ 5 წუთის პანელში ყველა თქვას თავის აზრი, მე ერთმანეთს შევეკითხებით, რაღაცა მოგწონს არ მოგწონს, იმიტომ რომ სხვანაირად აქვე ხა კაბატონი გუარა მე ყველაზე მეტად მაწუხებს ახლა რომ ეს კაბატონი რო ასე მდგომარეობაში არის ჩვენ მდგომარეობა გაცილებით რთულია ვიდრე ჩვენ თვითონ წარმოვიდგენთ და მე ახლა მახსენდება ამისი რკინიგზასთან დაკავშირებით ინტერვიუ რო გავაკეთე და რო დაიწყეს მოხსნა ერთმა რკინიგზელმა მითხრა ესე იგი თქვენ რაც დაწერეთ რომ ესო არისო ზღვაში წვეთია იქ უფრო უარესი მდგომარეობა ვიდრე თქვენ წარმოვიდგენიათ და ვიდრე იგივე ამ რკინიგზელმა უფრო მეტი იცის ვიდრე ხელისუფლება ან ის ხელისუფლება არ ვარ და არის ხელისუფლება კორუფციული და მალავს ყველაფერ ამას იგივე ახლა ჩამოვიდა დაინახა სხვანაირად ეგონა რომ რაღაცა პროგრესი იქნებოდა იმიტომ რომ იქეთ ემიგრანტები რო არიან გონიათ რომ რაღაც პროგრესია ჩამოვიდა და უკვე იმაზე მეტად გაღიზიანებულია თქვა ვიდრე იქიდან უელაპარაკება აი ეს არის ჩემთვის ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა რომ ქვეყანაში უფრო მძიმედაა საქმე ვიდრე ეს ჩვენ წარმოვიდგენია
რა ვიცი ბატონ ტენის მე ახლა ყველაზე უფრო მე რაც მაწუხებს და არა მარტო მე რა ბატონ ტენის დიხამინჯი რასაც ახლა უყურებ ეს არის კატასტროფაზე უარესი ასე ვთქვათ რუსეთის ცდილობს პირდაპირ ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთიანის ჯერ გაერთიანებას შემდგომ ამ თავისი ანექსიის და ოკუპაცია და ანექსიის ასე ვთქვათ გაერთიანებას და ჯერ გაუნაცვლებელი აბსოლუტურად ეს ზოგიერთი უზენაესო საბჭოს წევრები როყავს ამოყენებული მათ შორის გონება სუსტები შეიძლება ითქვას აქაც დაიელვებენ ხოლმე ხანდახან აშკარად გონება სუსტი ხალხია რომლებიც მიეჩვენენ ან რაღაც მაამებლობას და ეკედა სარგებლობას და ეს ახლა რან ესეთ კატასტროფულ ხასიათს იღებს სხვათაშორის თუ დააკვირდეთ ოსეთში ეგრეთ რომელიც ჩვენ გავაუქმეთ თქვა მე ახლა აქ იმიტომ მოვედი ტელევიზიაში ერთ-ერთი უმთავრესი ჩემი მოტივაცია მდგომარეობდა იმაში რომ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებები ყოფილიყო სავალდებულო როგორც ასეთი ყოფილიყო ესტაფეტა მემკვიდრეობით ხასიათით სამართლებრივი განსაკუთრებით რეფერენდუმში და სახელმწიფო აღდგენის აქტში რაც აისახა ეს ძირითადად ჩემი მთავარი მოტივაცია აქ ოფისა ეგ იყო ეს არის დამიმალავს და დღესაც იგივე აზრდება იმიტომ რომ ქვეყნისგან არანაირი რეფორმა არც მეცნიერული არც არანაირი ამას არ უშველეს თუ ეს ფუნდამენტალური საწყისები თავწყაროებს არ გაუსწორა თვალე მეცნიერები ამ თვალსაზრისით რბილად ვთქვათ ძალიან დისტანცირებული არიან ამ სიმართლისგან ამ გონებისგან და ამ მასშტაბისგან შეიძლება ითქვას ყველას ეს არ ეხება მაგრამ ძალიან დიდ პროცენტს ყოველ ვისაც ჩვენ უყურებ 90%-ზე მეც ეს ეხება ეს ფაქტია რა ელემენტარულად განათლების პრობლემაც არის მორალის პრობლემაც არის და ასე შემდეგ ეს ესეთი პრობლემაა რა განსაკუთრებით მე ფილმი არის გრანდიოზული ბერგმანის არ ვიცი გახსოვთ თუ არა დიდი მწვანე დიახ ხო აიდა რაღაც გრანდიოზული რა ბავშვობას რო უბრუნდება და ადამიანი რომელიც ნობელის პრემიას ხებულობს და ჩადის სტოკჰოლმში სხვათა შორის ხო და იქ ხდება რომ ისეთ კრიზისია მოქცეული რომ თვითონაც ვერ წარმოუდგენია და გამოდის ამ კრიზისიდან და შემდგომ იმ ჯილდოს აღებასაც ფასი აქვს მანამდე სანამ ადამიანმა თავისთავი არ ეწეს ქვეყანა რას წარმოადგენს ის არ ეწეს ეგრევე ვითომ აკადემიკოსები რო არიან ვითომ პროფესორები ვითომ პრემიერები ვითომ ფსევდოდი არის გადატანილი ეს ხო უყურებთ არა ეს არ არის ამათი საქმე რა ელემენტარულად იძინა ივანიშვილი უბრალოდ ამა თავი მოუყარა ყველა დააყურა თავიანთი მიგრატორული ფუნქცია გამოვნახა და ეს ადამიანები ძოვენ რა ნახირია შეიძლება იყოს ინტელექტუალური ნახირი მაგათ ეკუთვნის ეს სიტყვა ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი რაც უნდა მდგომარეობდეს რა თქმა უნდა მეცნიერებიდან ეს ქვეყანა ვერ გადარჩება კრიზისიდან რა თქმა უნდა ვერ გამოვა მაგრამ ეს ქვეყანა საზოგადოება განსაკუთრებით პოლიტიკური მოღვაწეები ეგრეთ წოდებული ვინც არიან ახლა იმ პარლამენტზე რასაც ხდება და ყოღახიძე იმისთვის რომ იქ რომ მივიდა რომ მუშტიკრებისთვის აქტიურად ლეგიტიმაცია მიეცა შინაგან საქმეთა მინისტრი უყურებს როგორ კრიმინალს ჩადიან და ეს რატო ხდება? ხდება იმიტომ რომ ამ ადამიანმა ხელი დაიბანა და მთლიანად თავრობამ იმ ანექსია ოკუპაციას და რაც რუსეთმა გამოაცხადა ფაქტიურად რეაქციაც კი ვერ მისცა ვერანაირი პოზიცია ვერ დააფიქრა ეგ არის ყველაზე დიდი ამიტომ ამ ადამიანებთან რაღაც მორალური შეგნო რა ჩასაფრებული ჩაუსაფრებელი ისეთი რაღაც რა თქმა უნდა ჰუმანური პოზიცია სწორია მაგრამ პოლიტიკიდან აბსოლუტურად გაუგებარია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უპირველეს ყოვლისა რომ ის გამოწვევა რაც უმოკლეს ხანში განცხადდება ეს რუსეთის ასე ვთქვათ ანექსია ოკუპაციის აქტი ამისთვის ქვეყანა რისთვის არის მოზადებული ერი და ბერი რაზე დგას რას ეკუთვნება რა რესურსები გააჩნია რა პოზიციები აქვს როგორც ასეთი და თანხმობა სხვა არაფერი არ არის თუ არ არის მაღალ სულიერ სტრატეგიულ ფასეულობებზე შეთანხმება და ამბიციების აღიარება ისე მინდა გითხრა რომ კეთარხმები თავარ მიმართულებაში მაგრამ აქამდე ხო არ უნდა მისულიყავით რა ეს არის იმ ადამიანების შეცდომა და იმ პოლიტიკური პარტიების შეცდომა რომლებიც გვეუბნებოდნენ რომ აცადეთ ბიზნეს მაგ იცის როგორ გამოაწეს რეკომენდაციებიც კი გათხოვები ამიტომ ეს იყო შეცდომა
მეცნიერები ამბობენ, რომ ხალხო თვითონ იმ კაცს აყენებთ დარტყმის ქვეშ. არ შეიძლება და მივედით იქამდე, რომ ჩვენ ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით კავკასიაში პოლიტიკურად. ძალიან ანუ ბატონ ძეგის თქვენი მის თქმა გინდათ რომ ცოტა ხანში სამაჩაბლოს ანექსია გაცხადდება რუსეთში. სამაჩაბლოს საკითხი რა თქმა უნდა იქნება უმაღლეს დონეზე ინტეგრირებული, მეცად თვითონ ესენიც არ მალავენ განაცხადეს, რომ ჩვენ გადავდივართ კრემლში სამუშაოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება პუტინის ასე ვთქვათ თამაშებზე და მოხდება აბსოლუტური ადმინისტრაციული, ეკონომიური, ფინანსური და ყველანაირი ინტეგრაცია რუსეთის. ეს არის პირდაპირ ჩამოშლა, გაფორმება, ანექსია ოკუპაციის, როგორც ასეთი და შემდგომ რიგში მე კონსოლიდაციას თავაზობ და იმისთვის არის ადამიანებმა ამათი უბედურება, რაში მდგომარეობა, ამათმა რეფერენდუმის საკითხი შევარდნაძედან დაწყებული სააკაშვილმა განსაკუთრებით ამოაგდო და ჩათვალა, რომ რეფერენდუმი ხელს მისცეს ამგვარ ქვეყნას მართვაში. ეს იყო უდიდესი დანაშაული. რეფერენდუმს შვეიცარიაში მაგალითად 10,000 და 100,000-კაც შეუძლია დააყენოს როგორც ასეთი და ქვეყანა და პარლამენტი ვალდებულია ეს რეფერენდუმის ისინი შეასრულოს. აქ ამას შედება კონსოლიდაცია, თანხმობა, გაერთიანება როგორც ასეთი და ამ ოკუპაციის უკან ასე ვთქვათ, უკან უნდა გაახადოს. სამართლებრივი მომენტი ეგ არის. იგივე გველოდება ცოტა ხანში აფხაზეთში. იქ იმიტომ არ დააყენეს, რომ აფხაზები ამისთვის მზად არ არიან. იმიტომ რომ ისინი ართმობენ თავიანთ მიწა-წყალს, უნდა ითქვას ესა. არ ყიდიან, არც ინვესტიციაზე, ეგრეთ წოდებული ფსევდო ინვესტიციაზე უარსაბობენ, განსხვავებით ჩვენგან, აქ ფაქტობრივად მიწა-წყლის გაყიდვა დანაშაულები კრიმინალურად როგორც ხდელი არჩილ უზენაეს აპოსტელი მინდიაშვილი აცხადებდა, ეკლესიას არ იხილავს ამას შეიძლება ითქვას დანა ყოველ შემთხვევაში დუმს და ძალიან ესეთი პასიური პოზიცია, რაც დანაშაულია დიდი. ამ ადამიანმა თქვა, რომ დანაშაულია არა მარტო ისტორიის და იურიდიული თვალსაზრისით, არამედ მისტიური ქრისტეს ღვთისმშობლის სხეულთან მიმართებად. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ეკლესიისთვის და საერთოდ და ეგრე საერთოდ რა განათლებას ფლობენ, მე მართლა ვერ წარმომიდგენია და რის ფასად ხდება ამ ასე ვთქვათ, ამ დუმილის ყიდვა თუ ასე შემდეგ. პაუზის დაგერა მოდერნულად და ამიტომ აფხაზეთში ადრე თუ გვიან ეს დადგება, იმის ვაგერდა რომ ჩვენი ხელისუფლება და თუნდაც ოპოზიციის რაღაც ნაწილი, თუნდაც ნეირიტარატების საზოგადოება ხარში დაუდგეს იმას და თქვას, რომ საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთში ვცემდება, ამიტომ ჩვენ უერთდებით გარკვეულ აქ ეთნიკური დაყოფა არ შეიძლება იმ შეხედულებას, რომ არ შეიძლება მიწა-წყლის გაყიდვა და ეს ჩვენი იურისდიქციის დასაწყვეტია, როგორც ამის მაგერად გაუმართლებელი პოზას იღებს ხელისუფლება და კიდევ ვისაც ეს ეხება, როგორც ასეთი, ისე უნდა ითქვას, რომ ილია მეორე ცხუმ აფხაზეთის იმად იწოდებოდა ბიჭვით. შეგნებულა სოლისფრა იყო ეს გაკეთებული, იმიტომ რომ მისტიური დანაშაულის არ ჩაედინათ რუსებს. სამხედრო ხო ჩაიდინეს, პოლიტიკური ხო ჩაიდინეს, ეკონომი ისიც უარ მიაყოლებინა და მემკვიდრეობითობის ამ პატრიარქსაც შირო მესამეა თუ რომელია გადაეცა. ამაზეც რაღაც გაუგებარი დუმილია, როგორც ასეთი და ისეთი დუმილია ასევე როგორც ბავშვების ასე ვთქვათ მე ბატონ ძეგის ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც რამდენიმე წლის წინ აფხაზეთთან მქონდა პირდაპირ შეხვედრა და ამიტომაც არ ვიყავით 4 აფხაზი და 3 ქართველი დეტალებში არ შევდივარ. აფხაზებმა პირდაპირ გითხრეს 5 კანონი ჩამოთვალეს, თქვენს ჩვენ არც ვილაპარაკებთ იმ სახელმწიფოსთან, დამოუკიდებელი თუ იყოს, რომ ბაგიეროთ, თქვენთან არ ვილაპარაკებთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მიწებს ხიდიან, ამას ანუ ჩვენ 5 ეკლესიის მიმართ ასეთი კანონები გაქვთ მიღებული და თქვენს ბევრი რამ რომ აი ლიბერალური ღირებულებები რომ გიწერიათ განათლების კანონში. და ბევრი რამ ჩამოთვალეთ. ჯერ ეს კანონები გააუქმეთ, ეს კანონები კი არ გააუქმეთ. ეს კანონები გააღრმავეს და გვიმტკიცებენ იმას, რომ თუმე აი არაბები ვაშენებენ აქ ეს ინვესტიცია და არა ინვესტიცია და რამე. აი იგივე თქვენ მე მინდა გითხრათ, ანალოგიურ ქალაქს ამერიკაში აშენებენ არაბებმა დაიწყეს. არ მეცა გუბერნატორმაც კი და ნებართვა გააჩერა. გადაწყვიტა ცენტრალურმა ხელისუფლებამ და გუბერნატორმა ყველაფერი გააკეთა და შეზღუდა, გააჩერა. ხალხი გამოვიდა. ამერიკაში და სადაც ამოდენა ტერიტორიებია. ამ პატარა ქვეყანაში და ამის კეთება და თანაც მიმტკიცებ იმას, რომ ეს და რამას ვინ ამტკიცებენ, იცი?
ის 1200 პაკეტი რო მიდიოდა, ანუ არაცხადებს თქვენ ხელისუფლება რომ ვინ არის 1200 კაცი, რომ პაკეტები რო აღმოჩნდა, გვარები რო აწერია და ეგზავნებოდა ყოველდღიურად 5, 6, 10, 20000 დოლარი, აი ის ჟურნალისტები და ის ექსპერტები გამოდიან და უწონებენ ამას ხელისუფლებას და იმას არ აცხადებენ. ვინ არის ის 1200 კაცი ვიცით? ამაზე ორგანიზაცია სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიებს, ელიტას, ოპოზიციას გასაგებია ხელისუფლება პირდაპირ მიყიდულია რა ყველასთან ეს გასაგებია. აქ არის ხელისუფლება რასაც აკეთებს ჩაახშოს ასეც რა თქმა უნდა 4 კაცს გვაქვს ჩვენ ჩართული ეხლა ეს ისინი ხო 2 კაცი უყურებს ეხლა ჩემთან ამას 4 აგერ უყურებთ ანუ აგერ გვაქვს ჩართული გადაზიარებული და 4 აგერ ერთ მაგიდასთან უყურებ და აქ სინამდვილე ჩანს რომ 2 კაცი უყურებს წარმოიდგინეთ რისთვის იბრძვიან რომ ადამიანებს ჩვენ ხო არავის არ ვებრძვით არა ჩვენ ვამბობთ არც ხელისუფლებას ვებრძვით არც ოპოზიციას ჩვენ ვისაც ქვეყნის მარადიულ ინტერესებს მეტი არა თემის ბატონო რადგან კითხვებზე იყო და ბარაკი თქვენ ეროვნული თანხმობის პარლამენტის ანუ გარკვეული პერიოდით პარტიებმა რომ პარტიები რომ გავჩერდეთ გავიწიოთ გვერდზე და პარტიებმა ჩვენი მონაწილეობით როგორც გვაქვს ეს სისტემა შემუშავებული და ხალხის საბოლოო სიტყვით ავირჩიოთ პროფესიონალთა პარლამენტი პიროვნებათა პარლამენტი ესე იგი ეროვნული თანხმობის პარლამენტის სხვა გამოსავალს ხედავთ უკაცრავად დიდი გამოცდილების გამოსავალს ნამდვილად ვეხედავ და კიდე გემეორე კონსოლიდაცია უნდა მოხდეს დიდი ეროვნული სულიერი ღირებულებების ერთგულებით ამ ქვეყანაში სულ ლაპარაკობ რა სამი ფაქტორი არის მთავარი როგორც სწორედ გაგებული უნივერსალური ქრისტიანული იდეები, ოღონდ რეალური, ესეთი არა, როგორც ახალდღევანდელი სამღვდელო კონიუნქტურა ამას ატარებს. ეგ სხვადასხვა რამე. ქრისტეს პირდაპირ მსახურება აი აქ, დედამიწა, აქ და ამჟამად. ვეფხისტყაოსანი წეგარი თუ შეხედათ, იქით კი არ გადააქვს სამარაჯეო მერეცხონდები, არამედ გამარჯვებას და სულიერი აქტის მოპოვება ხდება ადამიანის ბედის განსაზღვრა აქ. დაახლოებით იგივე. ასევე მეორე ტრადიციული სულიერი ფასეულობები, რომელიც მარადიული იდეებში არის მიმართული და არა ისეთი ფსევდო რაღაცები, რასაც ხელისუფლება თუ სხვადასხვა ადამიანები ეწევიან, ხო? ეს სხვადასხვა. და მესამე ის საქართველოს რო შეუერთდა სხვადასხვა ფაქტებს, ხო? სამართლებრივ, ხო? სხვადასხვა. ხო, ჩართულია, ხო, ინტეგრაციაში ხარ სხვადასხვა სამართლებრივ სისტემასთან, ხო? ხელი ხო გაქვს დაწერილი, მოწერილი, თელეგრამი. სანამ ამ სამ შორის ჰარმონიზაცია არ მოხდება, ურთიერთაღიარება არ მოხდება, აქ კიდე არჯერ ჩაატარე არჩევნები და გონდა 5000 და კიდე პარლამენტი ამაზე დაახლოებით ამის გავსი რაღაც რეფერენდუმი ამ საკითხზე ჩატარება ნამდვილად შესაძლებელია. შვეიცარიაში 2 თვეში ერთხელ და 3 თვეში ერთხელ ხდებოდა. აქ სასიცოცხლო ინტერესებზე მეწარმოულება კუფლება კონსტიტუციური რეფერენდუმით, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, აი გარდამავალი არჩევნები ერთხელ მაინც მოხდება ადრე თუ გვიან, ოღონდ ეს ძვირად არ უნდა დაგვიჯდეს, როგორც ასეთი, ორი მთავარი საკითხი უნდა იყოს რა. პირველი აი ეს მომენტი, რაც გითხარით, რეფერენდუმის მომენტი და მეორე ლუსტრაციის რა. ამის გარეშე ეს ქვეყანა ვერასოდეს ვერ შედგება და როგორ მოვიდეს ეს ორი საკითხი მოქმედებაში? როგორ უნდა მოვიდეს და ამას ჭირდება კიდევ მეორედ ახალგაზრდებისა და ამ დიდი მონაცემების, რასაც ვლაპარაკობ, ეს არის მემკვიდრეობის მომენტი, რასაც ვლაპარაკობ, კულტურის ცევი, იაკვაშილავა, ამხელა მეცნიერებზე. თუ შენ არ შეიქმნე, თუ ვერ მოახერხე ეს სულიერების, სილამაზეს, ტრადიციის და თანამედროვეობის შერწყმა, ერთ კომპლექსურად თუ არ განიხილავ, ახლა ამის თავი თუ არა გავდა, არაფერს თავი, მაშინ დავანებო თავი რა ამას რა ყველაფერს. ეს არის წყლის ნახვა პირდაპირ გეუბნებით, დროის კარგვა და უკანასკნელი მოგიგანე რომ დაწერა იმ კაცმა და ახლობით ეგრე ვიქნები ჩვენ. არანაირი სურვილი. ამიტომ ეს ყველაფერი მოქმედებაში მოვიდეს. მოქმედებაში ადამიანებს უნდა ქონდეს ჯერეთი პატრიოტული გრძნობა უმაღლეს დონეზე. უნდა ხდებოდეს რომ ეს ქვეყანა უკვე უბსტრუშია და ამას გადარჩენა სჭირდება და ასე გაგრძელება არ შეიძლება. უკვე ლაპარაკსაც აღარ აქვს აზრი, ყველა მიცის, ყველა ხდება ზემიდან, ქვევიდან, ოლიგარქია, მილიონერია. ამიტომ მე კონკრეტულად ალბათონ ლუარა. ერთი წამი ბოდისკიფტი, მაგრამ უბრალოდ ჩამთეთ ახლა და ავენთე.
ყველა ხდება ქვეყანაში ყველა ხდება რომ ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება შიგნით თვითონ ოცნებაშიც დუხს უკვე საკითხი შიგნიდან ეხლა გარეთკან გამოდის ეს სხვა შელამაზებულად ეს სხვა თემაა მაგრამ შიგნით ყველა ძალიან კარგად ხდება რომ ასე უბრალოდ არ შეიძლება ეს ქვეყანა ასე დიდხანს ვერგავა და ცოტა ხანში თუ ასე გავაგრძელეთ შეიძლება სრულიად დავამთავროთ სახელმწიფოებრიობა და ეს რომ ასე არ მოხდეს ისტორიაში რომ ტყებად არ შევიდეთ ამ ქვეყნის საქართველოს ტყებად რომ არ გამოვცხადდეთ ყველანი რომ თქვენ გასაკეთებდით იმ თაობის ხალხი როცა იქ იყავითო ყველას ვისაც კი პატრიოტული გრძნობა აქვს შინაგან ისტორიის სწორ მხარეს უნდა დადგეს რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება მე რომ მილიარდები ვარ დღეს და ჯაფარიძე რომ ვარ ხაზარაძე რომ ვარ ივანიშვილი რომ ვარ გამოვალ და ვიტყვი ქართველო ხალხო, ქართველო ერო, ასე არ შეიძლება. მოდი და სწორედ ის რასაც ახლა საუბრობდა ბატონდებული რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი შევქმნათ. სწორად დავსახოთ ჩვენი სტრატეგია საით მივდივართ, რა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა. ამიტომ თუ ეს პატრიოტული გრძნობა გაჩნდება ერში აი მაშინ გადავრჩებით. თუ ეს პატრიოტული გრძნობა ერში არ გაჩნდა, ჩვენ უკვე დაღუპულები ვართ. ყველა რაც ჩამოვედი ერთი კვირა რაც ჩამოვედი, უფრო ადრე კიდე უკეთ ხედავდი რაღაცებს. ჩამოვედი და უფრო მეტი საშინელება დავინახე და რა ვკითხით. ესე იგი, დაკანონებული არის კორუფცია. ძარცველობა. ლეგალურად არის კორუფცია დაკანონებული. ბანკები მართავს ამ ქვეყანას, ბანკები მართავს მთელ სისტემას სახელმწიფოში. შეუძლებელია ბანკირებმა მართონ სახელმწიფო. ადამიანები გადასული არიან თვითგადარჩენაზე. ვინ როგორ გადაიჩინოს და რომ იმედი აქვს დაკარგული ხალხს. ეხლა წეხან ვამბობდი იმის რომ გამოვიდა ის მაშინ რიონ ხესზე ვარლამ გოლეთიანი ერი არიქა რაღაცა გვეშელა ჩააქრო ეს ეროვნული სული ვარლამ გოლეთიანმა ანუ ერს უღალატა ამ ლამაზმა ბიჭმა რომ გამოიყვანა მთელი ერი ასპარეზზე და არიქა რაღაცა უნდა გვეშველოსო ის სული რომ ეს სული რომ ჩაქდა ერში იმის მერე უკვე ხალხს ნიჰილიზმი დაეუფლა ამ ნიჰილიზმით ისარგებლა არაკეთილსინდისიერმა ფეოდალმა მილიონერმა ჩინოვნიკებმა. არიქა და არ გინდათ ხალხო, არ გინდათ, არ შეიძლება უბრალოდ ასე გაგრძელება. გეყოთ რაც მილიონები გაქვთ. თქვენ შთამომავლობას ეს მილიონები არ გაჩერდებიან. ამიტომ შეცვალეთ რაღაცა, შეცვალეთ. მათთვის სისტემა შეცვალეთ და შეცვალეთ რა ამ ქვეყნის ბედი. არ შეიძლება ასე გაგრძელება. გოლეთიანმა რაც ჰქონდა მიზანი შეასრულა. ამ მივაყენებ შეურაცხყოფას. გოლეთიანის ამოცანა იყო, მას არაფერი სხვა. ამახვალხეზე შეჭერა. არ აშენდეს. ხვალ თუ ეს საკითხი დაიდგება, ის ბიჭი მე ძალიან აწყენი უნდა ვიყო მასზე, ბევრი რამის გამო, მაგრამ მე ობიექტურად უნდა ვთქვა, რომ იმ პიროვნებამ მაშინ და რაც იმ ხეობის ხალხმა გააკეთა, ეს სერიოზული რამე იყო. ეკეთახმებით იმაში, რომ ბევრი რამ გასაკეთებელია, მაგრამ პატრიოტული სული ყველა ქართველშია. ამ შეურაცხყოფას თუ მივაყენეთ ქართველებს, მე ასე მგონია. შეაჩერა როგორ ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ რიონ ხესი ისევ შეგვიძლია, მაგრამ როგორც კი დაიწყება მშენებლობა, მე ნახავ რასაც გააკეთებენ და რასაც გავაკეთებ ჩვენ ყველანი. იმის დაშვება არ შეიძლება. აგერ ელენი აბაშიძე გარდაიცვალა 105 წლის ქალბატონი, რომელიც ამბობდა იმას, რომ ამაზე დიდი დანაშაული ამ ხესები რაც ამაშენებდა, ემუხესაც ამას ამბობდა და რეალობამ ეს დაადასტურა და ამ ხეს შენობა ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს. მე ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ პატრიოტიზმი ძალიან მაგრად არის ქართულ ხალხში, ახალგაზრდებშიც და ყველგან, უბრალოდ ხალხი დაამშიეს და დააუძვრეს, რომ ადვილად მიზნად დასახულეს. ეს არის ძალიან კარგი რამ. აი ადამიანებს მე ვხედავ უკვე დღეს, მე ამათ არ ვებძი უკვე ამ ადამიანებს, ვხედავ რომ აი დაიწყო სულა ნებისმიერ პიროვნებას 1000 კითხვა უნდა გაუჩნდეს და ბიძინა ევანიშვილს რომ ფუნდამენტური ქართული განათლება ჰქონდეს, მისი შვილი ასე არ იმოქმედებდა ქვეყანაში. ეს არ არის ეს დემოკრატიული ქვეყანაა ეს და ამ ქვეყანაში ასე არ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ნახეთ რამდენი მოწონს რატო? იმიტომ რომ იმის უკან დადგა ქურდი შეკრულია იმასთან ქურდი ვილაპარაკოთ კი რომ თუ ზედაპირზე ესდევს ბიძინა ევანიშვილის ბიჭი არის ქურდებთან დაიწყეს ეს ქურდებს ყველგან ყავს თავის წარმომადგენლები რაიონებში შეკრეს ეს ხალხი ჩვენ უფრო მეტად ვიღუპებით ახლა იმ ახალგაზრდებს იმიტომ რომ ამათ უკან ფულია ქურდია
ესე იგი ხელი გაწასული ხალხია რაიონებში და დაიწყო ამ ახალგაზრდა კაცმა და ის შეუძლია რაღაცა ორი სიტყვა თქვას ისეთი და ვიღაცას მოწონს. ისეთმა ერთმა ქუთაისელმა მსახიობმა რაღაცა დაწერა ამის წინ შეწუხებული ვარ და არ მინდა გვარი ვთქვა ისე როცა შევხვდები რა. უნდა დამთავრდეს ეს ქუნდების ბატონობა ქვეყანაში. ბიძინა იმანიშვილმა ქუნდები გააბატონა და აი აგერ ის ვინც იყო აფხაზეთთან ურთიერთობა თურმე იმ კაცით ხდებოდა ეს რაგვარი იყო ეს გუნდი ვიღაც რომოკლეს არ თურმე იმის მიხედვით მიდიოდა როდის ველაპარაკოთ რა აფხაზებს ველაპარაკოთ რა ოსებს ხალხო პირდაპირ ვინ არის ეს რა ზურგს უკან ლაპარაკი იზურგს უკან ლაპარაკი რა უბედურებაა ეს რა მოხდა ამ ქვეყანაში ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენთან უფრო რთულია მდგომარეობა ვიდრე გონია მაგრამ არ მივაყენოთ შეურაცხყოფა ვინმეს მე არც გოლეთიანი მინდა ამ შემთხვევაში რომ ჩვენი იმის ის იყოს და არც კიდე ქართული კაცის პატრიოტიზმი მე ვერ ვნახე ადამიანი საქართველოში პატრიოტი რომ იყო და ეგ რამე მინდა გითხრათ და ამის გამოკვეთილად გუშინ იმ გოგონამ რომელმაც ლიცეუმი დაამთავრა ჩვენთან არ გადათქვა რომ მეო წინააღმდეგი ვიყავიო ჩემი ოჯახი წინააღმდეგი იყო ამ რეფორმის ხელი მასწავლებლობა წინააღმდეგი იყო ძირითადში ყველა წინააღმდეგი ყველა მშობელი წინააღმდეგი იყო იმიტომ რომ ყველა მასწავლებელს უნდა პირველი და ყველა სკოლას უნდა პირველი და მე-11 კლასი და ჩვენ ამას ყოფდით დიმიტრი ურდაძეზე დაყნობით მეტი არაფერი რა და ამ იმან თქვა რომ მე ვარ დღეს ბედნიერიო რომ აი მე ეხლა გავიგე რა მოხდა მაშინ რომ იმ ლიცეუმმა და თქვა ერთი კაცი იყო ამას აკეთებდა პრაქტიკულად ერთი კაცი მაგრამ არასდროს არ იფიქროთ თქვენ რომ უმრავლესობაა მართალი ვინ არის ჩემთვის პოლიტიკოსი პოლიტიკოსი არის ის რომელიც არის პროგრესის პატარებელი რომელიც არის ზემოთ მაგრამ ზემოდან არ უყურებს ხალხს ხალხთან კი არ ჩამოდის ხალხი მიყავს თავისკენ აი ეგაა დღეს საჭირო ასეთი 20 კაცი უნდა ამ ქვეყანას არაფერი ამ ქვეყანას არ თქვენ უგონიათ არა პატრიოტი ისეთი პატრიოტიზმი ამ ხალხში ეხლა მე მქონია საშუალება აგერ ჩვენ რაიონებში ვიმლია 1000 ადგილზე ყოფილვართ არა აგერ ბატონო ჯუბა რამდენ ადგილზე და ამაზე გვინახავს არა აი როგორც კი რაღაცას ნიშანწყალს პატარას ეხლა მიგუშინი ასწავლებლება საოცარი იმედი მომწეს თქვენს რომ უიმედოთ ვიყავით იმედიანად მივიდივართო რატო იმიტომ კი არა მე არაფერი არ მithქვამს მათთვის გარდა იმისა რაც მეცნიერთა კongresში არ ვილაპარაკე დავარიგე ეს ისა რა ქვია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და დღეს მირეკავს ორი პიროვნება ტელეფონი რო უთხარი და რატო არ ვიცოდით ეს აქამდე აი სახელმწიფოს უბედურება რომ მეცნიერებმა შექმნეს დოკუმენტი და ხელისუფლება იმას კი არ აკეთებს რომ ეს დოკუმენტი გააცნოს ხალხს ხელისუფლება აკეთებს რომ ეს დოკუმენტი არ წაიკითხოს არავინ აი ისე როგორც აგერ ეხლა 2 და 3 კაცი უყურებს ამას 4-ს აგერ გვაქვს ჩართული მაგიდას ამისთვის არსებობს ტექნოლოგია ბატონო რა თქმა უნდა გეთანხმები კი მოქმედებაზე აი ჰესებთან დაკავშირებით იგი საუბრობ. ოსაპრელს იყო განხილვა ხუდონთან დაკავშირებით. თქვენ ალბათ გახსოვთ იყო პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი შეხვდნენ ხალხთან იმუშავებაზე იყო და ენერგეტიკოსები იყვნენ ამ ჰესებთან დაკავშირებით და ეს ხალხთან მინო და ბარკოვი ნაწილი ენერგეტიკოსების წინააღმდეგი იყო ამ ჰესების აშენება. გადაწყვეტილი იქნა ფაქტურად ნათქვამი რომ უნდა აშენდეს ხუდონი მესკრალ და ნამახვარი. ძირითადი აქცენტი მაგალითად. ნინო გამოვიდა ხალხთან იმუშავებაზე და თქვა რომ დღეს ჰესებს აპროექტებენ ისე რომ არ აქვს შესწავლილი ახლოს წლების განმავლობაში წლის დებეტი სერიოზული აცდენა მსგავსად აი იცოდე ამ ხეობაში იყო ასეთი ესე ჩვენს მოდი ამ ხეობაში ავაშენოთ ასეთი და იმ დროს რომ მუშაობდა ის ყველას აქ იქონდა და შეიცვალა კლიმატური პირობების გამო და მე საპროექტო სიმძლავრეს ვეღარ ავითარებენ ბევრი ესე ვეღარ ავითარებს როგორ დააპროექტა იმ სიმძლავრეს მეტყვით რომ ყინვარების ძნება და ბევრი განმასწავლეს ამას ოსაპრელს იყო განხილვა მეცნიერებათა აკადემიაში ხუდონის და ჩვენ გამოვედით პირველად მეც და ვთქვი რომ არ არის აუცილებლობა აშენდეს დამაგროვებელი ჰესები იმიტომ რომ ჩვენ თუ დაგროვება გვინდა ენერგიის და მით უმეტეს საქართველოს უნდა იყოს ჰაბი იმ სიმძლავრის ჰაბი რაც ევროპას სჭირდება თუ უნდა გააკეთო მაშინ მთელი საქართველო დააგროვე წყალი და დააგროვე როდის წაალეწავს არის ეგრე არ არის დაგროვების საშუალებები არის სხვა არც კი აქვს დათვლილი
რა სიმძლავრე, როგორც საწყობი ხო, საწყობი ენერგიის ხო, საწყობი რამხელა უნდა იყოს 100 კვადრატი თუ 100,000, ნუ ხომ დაიცოდე, რომ რაღაც ბიზნესის და რამხელა საწყობი აეშენა. ასე როგორც ენერგეტიკული ხაბი ხარ, უნდა იცოდე რა სიმძლავრების გაგონება უნდა შეგეძლოს. და ეს არ ყმარა აბსოლუტურად 2%-იც კი არა ემისი ხონდონი რაც ჭირდება ევროპას ყოფილი. ამიტომ ეს სისულელია ამის გამო ხეობის დატბორვა არის თანამედროვე ტექნოლოგიები ხო უკვე გამოდიოდა აკუმულაცია ძალიან სერიოზულად ვითარდება ტრანსპორტში განსაკუთრებით და ვთქვი რომ მოაჩქარდებით გაჩერდით ამის მერე მაგრამ სამწუხაროდ ეკონომიკის სამინისტრო იქ არავინ არ იყო წარდება შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერებათა აკადემიას ქვია თავრობის ოფიციალური მრჩეველი და სინამდვილეში ვისაც უნდა ურჩიონ ის იქ არ იყო ყველა ვიყავით იქ ენერგეტიკოსები და მოხეტიალე პროფესორები ყველანაირი აკადემიკოსები მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო ის არ იყო ამიტომ ამის მერე მე წერილობით მიმართა პარლამენტის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს რომ აი ეს იგივე ბატონი ამირან აფციანი ამავე დროს არის ეკოლოგიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ხო, ქალბატონ მიროსას გაუზიარეს ისა და ამან დააწერა ქალბატონმა მაია ბითაძემ ეკონომიკის სამინისტროს და დააწერა იმას სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იგივე გარემოს დაცვის სამინისტრო იქიდან მოვიდა წერილი ბითაძეზე და ჩემზე რომ ვეთანხმებით ამასო რომ ეს საკითხი გადასახედიაო და სხვათა შორის ბოლო პერიოდში რომ გამოვიდა, უკვე თქვენს რომ 3000 მეგავატი რომ გვინდა, აქედან 1300 მზე იქნება, 700 იქნება ქარ და 1000 იქნება პატარა ბრძოლა არის საჭირო. ბრძოლა საჭირო, მაგრამ ეს გადაწყვეტილი არა მეგობრებო. და იმ სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ წარსული მე მომივიდა და იმას იქ ჩაწერეს რომ ჩვენ ვეთანხმებით რომ უნდა ჩატარდეს სამსახურის განხილვა და უნდა ჩაერთონ ამაში ეკონომიკის სამინისტრო. ეკონომიკის სამინისტროში არის მთელი მაფია. როდესაც ამაზე მე 5 წელს ვლაპარაკობდი, 5 წელს ვლაპარაკობდი, მივედი იქ არის იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელსაც მაშინ იყო ასეთი აქტუალური დაგროვების პროექტი ფარავნის ტბაზე და იყო ინვესტორის ცნობილი გერმანიიდან ქართველი მაგრამ სხვაებში მოღვაწე რომელიც ამბობდა რომ იქნება ტარიფები დადგენილი შემოვა ბიზნესმენი და დღეს უკვე ჰაბისთვის გვექნებოდა უკვე 5 წელი რომ დაწყებულიყო დღეს უკვე დამთავრებული იქნებოდა ყველაზე ვრაგი პასუხად იმანაც უჩვენოდ ვერაფერს ვერ ააშენებს ჩვენ ვართ თავარი ენერგეტიკის ხო რასაც ჩვენ ენერგეტიკაში არსებული მაფია რომელი ქაუტაზე და ესენი იცით იქ კუდებია გადანახული სადმედის ესაც კი რა მე იმიტომ ვიძახე რომ ფესვებია ძალიან ღრმა ძალიან სადღაცა მოჭერი კიდე არის სადღაც ამას უნდა ბრძოლა ეხლა მე გეუბნებით თქვენ აგერეთ ერთში ვამბობ რომ მოიწერო დისკუსია სასულელია ჩატარდესო მე არ მინდა ესე შეკრებები ესეთი ისა და აბა მიპასუხო რამდენი მეგავატის საათის დამაგროვებელ სიმძლავრეები თუ აქ დათვლილი და რა შეუძლია ნამახვანს თუ ხუდონს რა შეუძლია და საერთოდ კილოვატი ზომა შეიძლება 10 ცის საერთოდ მსჯელობა რომ ნამახვან ხესი აშენდეს არის შეცდომა ხო ეს არის მეცე დრას გადახსენ ბატონო აგარ მინდა მე უკვე ის მივიღეთ რომ ნამახვანს ხესი შეხედულებაზე საუბარი არის შეცდომა ვინც ამას გააკეთებს ის არის კორუმპირებული ანტიკარული ბრძოლა საჭირო მე ჩაგაყენებ საქმის კურსში მე ამ დისკუსიაში ჩართული ვარ წერილი მომივიდა მე არ მინდა ესე ისე ჩვენ რო შევკრიბეთ მეცნიერებათა აკადემიაში treba დარჩა მხილული და დაკმუნებული ვარ უკვე ჩაიწერა რომ საკითხი განხილულია და თუ ამას არ მეყვები იმას ისინი თავზე და დღესაც ვფიქრობ რა 10 წლის წინ როცა ბატონო ამირან იმით დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი რომ ძალიან ბევრი პიროვნება პირად საუბარში ამბობს რომ ამის აშენება არ შეიძლება როგორც კი მეცნიერებათა აკადემიაში ან სადმე საუბარია მე იქ ამბობს რომ კი შეიძლება უბრალოდ თქვენი ხო ისწორდა რა თქმა უნდა ამიტომ ეს არის უბედურება თქვენ გადავიდეთ ეს თემა ის არის ბატონო ბახში მადლობა ბახში ჯვადია ჩვენ
ვიკრიბებით და ვსაუბრობთ თანაც პირდაპირ ეთერში, ამას ხალხი გვიყურებს, ესე იგი მათ უნდა აინტერესებდეს ეს ჩვენი თემა და ისეთი რაღაცები უნდა უთხრათ, რაც მათთვის არის საჭირო. მათ ყველამ ამ საზოგადოებამ ჩვენი იმედით ვინც არის, ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება არის სხვა ქვეყნის ინტერესების მატარებელი და ყველა ამოყვეთილი იმაზე, რომ არასწორად აკეთებს, ეს არის წყლის ნაყოფი. ჩვენ ვიცით, რომ ენერგეტიკა იქნება ეს სამართალი, კონსტიტუცია, იქნება ეს ის სამხრეთ ოსეთის დაკარგვა თუ არ დაკარგვა, იმათ ეს არ აინტერესებს. რასაც პუტინი ეტყვის ბიზნეს იმას აკეთებს. ეს კაცი გამოგზავნილია როგორც დივერსანტი წლების საიმედო და თამაშობდა, გვატყუებდა და დღეს უკვე ჩვენ ყველამ ვიცით რაც არის. ფიზიკოსი დამდებით. ნიუტონის კანონებზე გავიზარდეთ. პირველი კანონი არის ინერციის კანონი. ჩვენი საზოგადოებაც ამ ინერციის კანონით მუშაობს. ჩვენი საზოგადოება აი მეფეების დროიდან ბოლშევიკების პერიოდში და დღესაც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ დიდარი რო იყო, კარგად რომ იყო, უნდა იყო ხელისუფლებაში. თუ ვერ იქნები ხელისუფლებასთან მაინც უნდა იყო ახლოს. აი ეს ინერცია არის დასაძლევი. ესე იგი ხელისუფლებაში მიდის ხალხი, ის ხალხი კი არა, ვისაც შეუძლია იმის გაკეთება, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ, სისტემური ცვლილებები, კორუფციის მოსპობა, აღშენებლობა, მიდის ის, ვისაც უნდა თვითონ იყოს მეფე, იყოს მდიდარი, იყოს ყოვლის შემძლე და როგორც იმან გითხრა, უჩვენოდ არაფერი არ უნდა გაკეთდეს. აი ეს ინერცია დასაძლევი. და ჩვენ ამ ხალხს ვინც იმედით ვიყურებს, უნდა აუხსნათ და უნდა უთხრათ, როგორ დავძლიოთ ეს. იგივე ჩვენი 12 პუნქტიანი დოქტრინა, იქ ჩვენ სწორედ იმ გზებზე მიუთითებთ, რომელმა გზებმაც ჩვენ უნდა შეგვაძლევინოს ის, რომ ხელისუფლებაში მოდიოდეს ადამიანები, რომელსაც უნდა შეცვალოს სიკეთისაკენ და რომელიც თავის პირადი ინტერესებისთვის არ იცის. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს? აი როგორ გავაკეთოთ? აი ყველა თქვენთაგანი დაფიქრდეს და აი პირველი ერთი რაღაცა გავაკეთოთ, რომელიც მოუსწრებს ამ ხალხს აი ამ ქვეძრომი მოქმედებებისაკენ სვლას. ერთადერთი კანონი არ ვიცი როგორ შეიძლება ეს განვახორციელოთ, როგორმე უნდა დაკანონდეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსული გარკვეული პერიოდით იქნება და მე არავითარ შემთხვევაში ისიც არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგაც არ ეკნება მესამე ვადით თქვენ უკრძალავთ ასე თქვა ამხარ. ესე იგი აბსოლუტურად თანაც ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ შევარდნაძეს უნდა თავისი მემკვიდრეობა დაეტოვებია და იმ შვილისთვის იზრდა და ყველა იგივე უნდა სააკაშვილმა და ისიც კი თქვა, რომ სააკაძეებიო ბაგრატიონებიდან და მეფობა უნდა. ახლა ეს მოვიდა და ეგ რაბაშიძე ვიღაცამ ექსპერტმა დაწერა, რომ ივანაშვილებიო თუ ბაგრატიონების სისხლის არჩევ. სამარცხვინო უძახეთ თქვენ ის ახლა აი ეს ტროლები რომ არიან, ესენი აყვებიან ესენი და მონახავენ, ხო იქ ვიღაცას საჰოროში იწვა ვიღაც ივანიშვილი, როცა მეფემ გამოიარა და იქ რაღაცა ფანტაზია აქვს, მადლობა ხმეთ. აი ეს არის უბედური, როგორ წავართვათ ეს ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს, ყველაფერზე წავას, სისხლის ზღვრაზე წავა. შეხედეთ ამ მამუკამ რა გააკეთა და რა თქვა ახლახან მამუკა? ვიღა მამუკა ის რა ქვია, მაგრამ იმედაძე კი არა. აზარზე? დინარაძე რა თქვა? იქ აი ახლა ეს სკანდალი რომ მოხდა,
ის პროკურორი ისე ჩვენი კაცი არისო ის მაინც ამას არ განიხილავს რომ პირდაპირ გამოვიდა კაცი ახლა უკვე სხვები ვისაც ცოტა ჭკუა აქვს ისინი ეძებენ საშუალებას როგორ გაანეიტრალონ მისი ეს სულელური მაგრამ ის რო იტყვიან პარივე ჩუს აი ამ იმაში აღტკინებულ მდგომარეობაში წამოწდა ის რაც აქვს ეგზალტირებული იყო წამოწდა ის რაც აქვს ამოსტაისკენ არის განათლებულობა, გაუნათლებლობა არის ხელისუფლებაში საზომი მთავარი. რაც კიდე ის დააკითხვა ამით ჩვენ რა შეღავათი გვაქვს. არიან გაუნათლებლები და გვერევიან, ფული აქვს. ეგერ ის რა ქვია, გვენეტაძეები და გოგავები და ისინი ქვეყნის არის და იმათი გვარები იყო იმათასობაში თქვენ ძალიან კარგი რამ თქვით რომ ხალხს უნდა კონდეს გარკვეული იმედი ხო თქვენ მე გითხარით ხო და ამიტომ გეკითხებით მე თქვენ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა როგორი სკრუპულიოზობით როგორი მეცნიერულობით როგორი ჩვენი ისტორიის შესწავლით უფრო მარტივი რაღაცა გავიგე ბატონობაში კიდე ერთხელ ვიმეორებ თუ ჩვენ რაიმ თავარს არ ჩავეჭიდეთ თავარი არის ამ ქვეყანაში ხალხმა გაიგოს რა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ხალხმა თუ ეს არ გაიგო რომ პარტიები ცოტა უნდა გავწიოთ გვერდზე, ამაზე უკეთესი ხალხისთვის სათქმელი დღეს პარტიები ხელში აქვს ამოსული ხალხს. როგორც კი მივალთ ხალხი, თქვენ მეთქვით ახლა და გვიწერიეთ ჩვენ რომ კორუფცია და ის გამოვაცხადოთ. კი ბატონო, მაგრამ ხალხი ამბობს რომ ამას ამბობდა ის, ამას არავის არ უთქვამს დღემდე ეროვნული თანხმობის ხელისუფლება და არ შეუთავაზებია ამის კონცეფცია. ჩვენ ეს ჩამოვაყალიბეთ ერთ-ერთი თქვენ ხართ ამისი ისა მე არ მინდა ეს გეუბნებით რომ ყველაზე მთავარი დღე ჩვენ რაც ხალხს უნდა გავაგებინოთ არის ის რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება გვერდზე წევს პარტიებს მოყავს პროფესიონალები 4 წელი ეს არის უმნიშვნელოვანესი კოალიციური მთავრობა ისე ამ ქვეყანას მიყავთ ახლა იქეთკენ რომელიც კოალიციური მთავრობა ეროვნული თანხმობის ხელისუფლება თავისთავად არის ხალხო კოალიციური ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ მარტივად რო ვთქვა ყველა პარტია ასახელებს 150 კაცს ხდება რამჟირება გარწმუნებთ მე თქო 70-80 კაცი დავეთხოვით ოღონდ პარტიელები და პარტიის წევრები არ უნდა იყვნენ რაც არ აწყობთ ამ იმას ჩვენ ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ ხალხი აქ თოვანდება ჩვენ დავაწვეთ ერთ რამეს პარტიების დრო არ არის ამაზე უკეთესი ხალხის დღის დღეს არაფერი არ არის ხელში აქვს ხალხის პარტიები ამას ყველა მგონია პარტიის სახელი არ გამოგონოდო პარტიაში იქნება ბატონო არჩევნები ხომ პარტიები გავიგე და ამიტომ ხარბატონო რუარა მე დღეს აქ არ მჭირდება იმის მტკიცება ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა ყველა პარტია მონაწილეობს და ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ერთი სია გადის როგორც გამსახურდიას დროს 1991 წლის 31 მარტს ასე არის ხო? ერთი სია გამოვიდა ხალხი ირჩევდა არა პარტიას, ირჩევდა პიროვნებას ხალხო. არაფერი ჩვენ გვერდზე გასაწევი არ აქვს. ჩვენ გვაქვს უნიკალური იდეა და გავდივართ იქეთ აქეთ. არაფერი მე პირადად ვიდრე ვარ ცოცხალი, ვამბობ ერთ რამეს, საქართველოს გადარჩენა არის პარტიების გვერდზე გაწევაში, პოლიტიკოსებისგან ცოტა დასვენებაში ხალხის, მე ჩვენ პოლიტიკოსი ვამბობ ამას. და ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნაში იმ კონცეფციით, რომელიც მეცნიერებს ჩამოყალიბებული აქვს. ეხლა ადამიანები ვერ გაიგებენ ამას, უნდა მივიდეთ რაიონებში და უნდა უთხრათ, რა არის ეს ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომ ყველა პარტია მონაწილეობს შექმნაში. ხალხი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2 წლის თავზე ტარდება ნდობის რეფერენდუმი, რაც დავპირდით ხალხს. იდეებენ ეს პარტიები ბატონო. ის ხალხი პარტიები რო არ ინებებენ, ამაშია ჩვენი სიძლიერე. ჩვენ პარტიებს აქამდე უსმენთ. და უთხარით გავაკეთოთ ეს ჯუმბერ კომპანიებმა მიიტანა ეს ნათელაშვილის იმაში რო იყო და დღეს რო გამოდის და ძალიან ვლაპარაკობ ნათელაშვილი გაუგზავნეთ და უთხარით აი აგერ მოგვიწვიეთ და განვიხილოთ არაფერი დღეს სიტუაციის შეცვლა შეუძლია მარტივად ვის აი დაკამის თავადო პირველი ყველა პარტია ვინც არის ოპოზიციური რო დაიდეს რასაც ბატონი თენგიზი და ყველა ლაპარაკობდა თქვა ერთი რამ ხალხო აღარ გამოდის რა ჩვენი ქიშმობა ერთმანეთში უპავთ ამ ქვეყანას. მოდით ბატონო ბიძინა, მოვდივართ თქვენთან ყველა პოლიტიკური ძალა. და ეხო გაღიარებთ რომ ხართ ამne მოდივართ და დავждეთ. არის ბიძინავანიშვილი ამის მზად არ არის. არიან პარტიები ამის მზად არ არიან. დღეს ბიძინავანიშვილმა რომ თქვას ერთ აი მოხდა საქართველოს ისტორიაში უბედური რამ. კაცმა რომელმაც
ასე უბედურად გააგზელა შევარდნაძის მიერ დაწყებული უბედურება და ნაციონალური მოძრაობის მიერ გაღრმავებული და გვირგვინი დაადგა, მას დღეს აქვს საშუალება რომ ამას წერტილი დაუსვას. მაგრამ მას არ ყავს ირგვლივ რჩეველი და გადაწყვიტა რომ თავის შვილი შემოიყვანოს პოლიტიკაში კურდების საშუალებით. კატასტროფა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მე დღეს რეალურად მე ვრჩები იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს არ ეძებენ, ამბობენ, ამ ქვეყნის გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაში. ეს კონცეფცია არის ბრწყინვალე, იმით რომ პარტიებს გვერდზე წევს, პოლიტიკოსებს გვერდზე წევს და ეძებს ძალიან საინტერესო ადამიანებს და ისეთი გვარები დასახელდა, თქვენ გამოგონდა, მე გამოგონდა. როგორ უნდა მოვიდეს ეს მოქმედება? არავით არის, აი სწორედ ამას უნდა მიტინგი იმის შემდგომ, ამას უნდა ქუჩაში გამოსვლა ხალხის, ამას უნდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ რა, არაფერი ამ ქვეყანაში მე გარეთაც ბევრი გავწიე კონსულტაცია, შიგნითაც. მე ეროვნული თანხმობის ხელისუფლების გარდა ვერაფერს ვერ ვხედავ. აი ეს არის სხვა ყველაფერი არის ანტიკართული. ვინც გაიმარჯვებს, რევანშიზმი იქნება. რომ ჩვენ ასე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის ჩვენი დოკუმენტები, ეს არის ჩვენი განწყობა და მე ვარ ბედნიერი, რომ ასეთი ხალხი რო ყავს, საერთოდ ცალ-ცალკე რო გითხრათ, ბატონი ვახში რო ყავს, ასეთი მეცნიერი, როცა ამირან აფსიაური ასეთი მეცნიერი ყავს, ამ გამოცდილების მქონე პიროვნება აგერ თქვა ბატონი თემიზდი ხამინჯია, აი აგერ ქალბატონმა ლუარამ რა გააკეთა, ორი პიროვნება აბსოლუტურად პოლიტიკასთან არავითარი ისინი არ ქონიათ, მაგრამ აი ნახეთ როგორი საგი და ისინი აქვს, მაგალითად აი ქალბატონი მედია აბაშიძე, ხო, ნუ აი აშკარად ხალხის იმით ლაპარაკობს რა. და ბევრ რამეზე გვეკამათება ჩვენ და რაღაცა კარგია ძალიან და ხალხიც ემით ლაპარაკობს. ბატონი ჯუბა არის აი საზოგადოებაში მცხოვრები, ხალხში პირდაპირ მცხოვრები კაცი. პოეტი კაცი, რომელსაც ამავე დროს აქვს ხედვა პოლიტიკური, აი გეუბნები რომ უნიკალური. ბედნიერება და ამის გარდა ჩვენ რომ სიას გავაკეთებთ და ძალიან მოკლე ხანში გამოვა ბატონებო. აი როგორი ხალხი შეიძლება იყოს ჩვენთან, საზოგადოება არც ერთი პარტიისგან არ გაიხედავს და მაშინ მიხვდება იმას, რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი. მე გაძლევთ ამის პირობას, ისეთი გუნდია, ისეთი ყალიბდება, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მივიდეთ ამასთან ჩვენ და არა ისე რომ ეს რა ქვია ეს რაღაც აჩქარებით და რაღაც ზედმეტივით. ძალიან ძლიერი ხალხი ესე. ძალიან ბატონო ჯუმა. ხა თუ ჩვენი მაყურებელი თუ ყავს მაყურებელი და ისმენს აი დაწმუნებული ვარ რომ ვერცეთი მაყურებელი ვერცეთ ჩვენთან გაზრდა ვერ იტყვის რომ ჩვენ რაღაც პირადი მოსაზრებებიდან გამოვიდოთ აი მათ ეხლა მე უსმენ პრემიერობას როგორც ესევე კომისებში ვიყო და ტელეკრანიდან გიყურებდე და როგორი აი სამშობლოზე მოაზრდა და მუფიქრალი ადამიანები ბრძანდნენ ეს ყველაფერი კარგია და კარგი ფორმულა მეტი უკეთესი ფორმულა რა შეიძლება იყოს ვიდრე ეროვნული თანხმობის დოქტრინა სადაც გაფრთხილი არის აბსოლუტურად ყველაფერი სამშობლო ენა მამულის აწმუნება და ჩვენი ხვალინდელი დღე აი გარეთ თავარი რომ ხმარ გახადებისა უდაბნოსა შინაგ როგორ რანაირად მიაწოდოთ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ვამბობთ აი ხე მე ჩავიდა კახეთში და ეკითხება ერთ-ერთ ლეხსო სადაესო ყარაბაღურის ხელები და რაც ხელები მე თუ ხალხი აღარ ყავს ხალხი აღარ არის საქართველოში ნახეთ ეს კი ძირითადი მასა არის გასული ემიგრაციაში და ისინი უკვე გადარჩენაზე და ჩამოსვლაზე კი დამკვირვებაზე ფიქრობენ უბრალოდ და ყველას ყავს ოჯახი დარჩენილი ახალგაზრდობა უდედმამული გაზელი შვილები და როგორი ახალგაზრდები არიან კი ხედავდა 400,000 ნამდვილად არის ეს დამოკიდებული ადამიანი რომელიც ეს არის ამიტომ ხარ რომ ადამიანს ხელისუფლების ხელწამოსაკრავი მაგრამ ასე ათვისა რომ ზონა მაშინ გამოიყენებს ხეთქვა მაგ ადამიანებს ანუ ესენიც არიან ესენი არ არიან ას პოლიტიკურად საზოგადოებრივად ადამიანები რომელსაც გამოიყენებს რაღაც ფასაზოსით დანარჩენი არიან ის ადამიანებსაც სამსახურებრივად ჩვენ დავივლით ბატონო დაღესტანში მოვიარეთ ჯერიშვილი კავკასია და ყველა გვეუბნება რომ ქართველები ხართ პირველები და მომდივართ ჩვენთან დღეს როცა ოსეთია საუბარი რომ ოსეთის შეერთებაზე და მაშინ იყო საუბრები იმ ჩრდილო კავკასიელებთან რომ საქართველოს არის ოსეთი არის ქართლის სამხრეთ ოსეთია საუბარი არის საქართველოს თემა კავკასიამის სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს და არასწორად იქცევიან ოსები ჩვენთან მიმართებაში ოსები არის იქცევიან შეიძლება ის უკან დგას მათ უკან მაგრამ ხო ფაქტია ჩვენ პოტენციალი გამოვიყენოთ იგივე სადღაცა ჩვენ არავინ დაგვინახა აი იგივე ევროპაში კი დაგვინახეს რომ შეიძლება რაღაცა გამოიყენეს საფრანგეთში ყველაზე მთავარი აი ეს მე მგონია აი ახლა თქვენ ასე ვზანებთ
საათის განმავლობაში ადამიანები მიიტანო ხან პოლიტიკურ პარტიის გარიყვა ესეც ვერ არის და მიყვიდე როცა რესპუბლიკა გასაცდელია და შეიძლება 1000 კაცი მიყვირენ და 2 კაცად შეიძლება ხო ანუ ყველაფერს მოკლებული და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბრძოლას აქვს აზრი მიმართულება არის სწორად აღებული არაჩვეულებრივად შემოშალებული ეს სხვადასხვა სტატუსში აპარატის ექცეთა კონგრესი ვიღაცა საქმე მოსაზრება თქვენ კი ხართ ეს კონგრესი რა ეგეს საკუთარ პეტროდერმულ აკადემია აქ ამას ისევ ჩვენაც კი ამა გამოვიყოთ მათთან გადავიყოთ ანალიზი ჩვენ ზოგადად მეცნიერებას უნდა ვისაუბროთ მეცნიერება უნდა მართო ქვეყანა მოაზრული ადამიანი უნდა მართო ამაზეა ლაპარაკი და აი ამას უნდა მიღწევა და ვფიქრობ ეს ერთადერთი სწორი გზა რაც არჩეულია რომ დავამტანა გადავებამდე მიტანა და ხარში იმიტომ ყველას მოძულდა ეს სწორი გზა გავატომა იქაც მოძულდა უკვე თავი რა იქ სადაც არიან ხდებიან რომ მე ძალიან ბევრი ვიცი რომელსაც მაღალი თანამდებობები აქვს სამართლის უფროსი დეპარტამენტის უფროსები არიან და ოღონდ აქედან წავიდნენ აღარ უნდა იმიტომ რომ ყოველდღე თვითონ სტრესში არიან საზოგადოებასთან იმასთან ამასთან თვითონაც არ არიან ყოველთვის აი გარანტირებული არავის და მინისტრი არ არის ეს გარანტირებული თავობა დაჭერილი არის ხო ესე არის არა ვინ არის გარანტირებული ანუ ეს უკვე აი ეს რაღაცა კოლაფსი შეიქმნა და აქედან შეიძლება ჩვენ ყველაზე კარგი გზაზე გავართ და როგორ გავიტანო და როგორ გავიდე ძალიან ისეთი იქნება საუბარი პარასკევს. კი ბატონმა ჯუბამ რებელმა ძალიან კარგი რამ დასვა პარტიებთან დაკავშირებით ბატონ ჯუბა თქვენ იცით და კარგია რომ მას მათქმევინებთ ახლა რომ ესე იგი ჩვენ პარტიების გარიყვაზე კი ვლაპარაკობთ ჩვენ პარტიებს უნდათ ერთი საარჩევნო პერიოდი აუზა დაიჭერეთ ერთი საარჩევნო პერიოდი გავიწიოთ თქვენს აუზაქვია შევქვნათ ხო ეროვნული თანხმობის ხელისუფლება თქვენი მონაწილეობით და ხალხის საბოლოო სიტყვით მაგრამ ჩვენ გავერთიანდეთ პარტიათა ასამბლეაში აი კარგია რომ მაგენი გავიდნენ გარზე და თავისი ამოჩეველი ჩვენსკენ ჩვენსკენ კი არა ჩვენ ვეუბნებით რომ იქნება ესე იგი ასამბლეა პარტიათა ასამბლეა აი რომელშიც ყველა პარტიას გვექნება თანაბარი უფლებები ჩვენ საზოგადოებას მიმართვა გავუკეთეთ ასეთი თქვენ თუ გინდათ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა იმუშავეთ უკეთესად ხალხმა რომ თქვას რომ აი ხალხი მუშაობს უკეთესად მე გეუბნები თქვენ რაიონებში დღეს ხალხი გეუბნება პირიქით თუ გინდათ თქვენ მე გეუბნებით რომ მეცნიერთა კონგრესის პროგრამები რომ მოქმედებაში მოვიდეს 6 თვის თავზე ხალხი იტყვის რა სისულელეს ვაკეთებდით რომ სააკაშვილს უჭერდით ხარს და რა სისულელეს ვაკეთებდით რომ ბიზილევანიშვილს უჭერდით ხარს ამ ქვეყანაში შეიძლება სასწაულის მოხდენა ამ სასწაულის მოხდენა შეუძლია ხალხს მაგრამ ისინი ამაზე ვერ გააკეთებენ თუ არ შედგა მეცნიერებისა და ხალხის ერთობა მომავლის საქართველოსთვის ეს არ არის ბრძოლა რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ეს არის ბრძოლა მომავლის საქართველოსთვის აბსოლუტურად გეთანხმებით ამას შევაწყენ ჩვენს მაყურებელსაც არაერთის ვისაუბრეთ წელანაც ხო ჩვენი ამოცანა მოქმედება მე უფრო მოქმედებაზეა უფრო ჩემი ფიქრი იმიტომ რომ განჩენი აქ საკმარისად იბადება საღი აზრი თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა არსებობს უკვე დადებული დებულებაც ამის ირგვლივ შემსრულებელი ადამიანებიც საბედნიეროდ არიან რჩება მხოლოდ მოქმედება და ამ მოქმედებაში უნდა იყოს თითოეულ ჩვენთაგან პასუხისმგებელი დიდი მადლობა რა მე ხო არ გვაქვს ბატონებო კიდე მე ერთი ასეთი რამე რომ შემოგთავაზოთ და თქვენ თქვათ გაზი მოკლედ გაზი გამოხატოთ მე ვამოყენთ რამეს სულ რაშიც არის ჩვენი სიძლიერე იმაში არის ჩვენი სისუსტე ჩვენი სიძლიერე არის ჩვენ წესიერებაში პოეტურად ნათქვამია მაგრამ ჩვენი სიძლიერე არის ჩვენ წესიერებაში ჩვენი სისუსტეც არის ჩვენ წესიერებაში იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კარგი თქვა ქალბატონო მედიას მე მიკარნახა ეხლა ეს კი რა თქმა უნდა მოქმედება ასაჭირო ასაგებია და ყველაფერი მაგრამ ამას ჭირდება ელემენტარული რაღაც და ჩვენ ვერავიზე დამოკიდებული პერსპექტივა როგორც კი ვინმე იქნება რომელიც ერთი კაცი დაგვაქვს უამრავი ადამიანი მოვიდა მეცნიერთა კონგრესში და თქვა იყავით ჩემი იყავით ჩვენი ფულის ისა ჩვენ ვთქვით რომ დადით თუ ძმახარ მოგეშვით ჩვენი ამოცანა არის რომ თქვენ გაგაზულუქათ ფულმა და 21 საუკუნის ფეოდალურ სახელმწიფოს ქმნით ჩვენ ქმნით აი ასეთ სახელმწიფოს რომელსაც ასე აწერია გზა ცივილიზაციის არის ჩვენი პროგრამა არის გზა ცივილიზებული სახელმწიფოს
მე ხალხმაც მინდა კარგად გააცნობიეროს. რაშიც ჩარი ჩვენი სიძლიერე ჩვენ წესიერებაში. ჩვენ იგივე გვაქვს კოლეგს დღეს, ჩვენივე წესიერება. იმიტომ რომ ბიძინა ამანიშვილია პოლში და არ იცოდა ბიძინა ამანიშვილმა 40,000 რო შემოქონდა, 40 მილიონი რო შემოქონდა იმას რა ქვია გვარამიას. ყველაფერი იცოდა, შემოატარია და ყურით ხოლმე დაჭერილი დღეს. მე მეგონა რომ მთელი ქვეყანა ფეხსად დადგებოდა, რომ დაიწერა ამ დღეებში რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რა განათლებული ვინმე მხარდ არ არის. 33,000 ლარი ხო? აქვს 33,000 რა იშოვა ამ იმან ისეთი ან ვინ არის? აი 33,000 ლარი ხალხო არის. არა, წარმოიდგინეთ თქვენ რომ 33-ს კი არის. 10,000 ორნავაზე. მარტო 33-ს კი არის. ესე იგი 33 არის ხელფასი რო აქვს. ამას ემატება კიდე მივლინებაში, მაგრამ ფული აქვს იმდენი ძალითადია მივლინებებში. იმიტომ რომ სასაუბნოს იღებენ დღეში ღირს. მე კონკრეტულად თუნას შესახებ არ მინდა ახლა კონკრეტიკა ვთქვა, იმიტომ რომ არა რომ თუ იტყვი ასეთ რამეს, უნდა ფაქტი დოკუმენტი დასდო მიასებჭეროს. თქვენ წარმოუდგენაც არ აქვს. მე ჩემს გარშემო ვიცნობ ადამიანებს, რა არის მათი თვის ხარჯი ცხოვრების. თქვენ გონიათ 33,000 ლარი საკმარისია, მაგათ არ ყოფნით 33,000 ლარი. ჩემს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლების ხარჯიც მინიმუმ, აი ჩემი ხედვით, რასაც მე ვხედავ და აღვიქვა, ახლა იმის იქით კიდე რაღაც ხარჯი ექნებათ, არის 100,000 ლარი და მეტი. და არ ყოფნით. ისეთი ტემპით ორი კვერცხის ომლეტი 33 ლარი ღირს. ნუ კარგით, ახლა რაღაცებს საუბრობთ, ეს ორი კვერცხი იყიდება. მე და თქვენ არ ჭამთ, თორემ ვიღაც ხო ჭამს ამ. ესე იგი, რას თქვენ ბრძანებთ? ქალბატონო მედია, რას თქვენ ბრძანებთ? რას თქვენ ბრძანებთ? ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, რომ მან წლის განმავლობაში 33,000 ლარი. გავიგე და მე ამიტომ ეს მინდოდა მეორე ნაწილში. 33,000 ეს არის, რომელსაც ხელფასად იღებს. მაგრამ ამას რო დაამატო ყველაფერი ისინი 70-80,000 ლარი გამოდის თვეში. ანუ ის იღებს 200-ჯერ მეც და მეც კიდე ვიდრე იღებს პენსიონერი პენსიას. მე ამ პენსიონერების იმაში მინდა გულისტკივილი გამოთქვა მათ მიმართ, რომ ადამიანი რომელიც ხელისუფლებაში არის და 200-ჯერ მეც იღებს ვიდრე თქვენი პენსია და პენსიონერებში განათლება, კულტურა, ყველაფერია და არ შემდგომ, მაგრამ ეს ხალხი მოდარგვაჭდა თავზე. ჩვენ ვებძვით ერთი დეპუტატი მაგალითად თავს იწონებდა გარკვეულ სივრცეში, რომ შაბათ-კვირა შვილები მიყავს შვეიცარიაში, რომ სუფთა ჰაერი ჩაასუნთქოს. თვითონ მოსდეს ის სუფთა ჰაერი, ქალბატონია. ხო და ეს არის პასუხი. ეს არის პასუხი ციფრაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ 20 წლის წინ ეს ვინმეს დაეწერა? ისე შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოსულიყო. დღეს ჩვეულებრივად ხედავს იმას, რომ ვიღაცა ზის, რომელიც 70-80,000 ლარს იღებს ჩვენს პულს. ჩვენს მიერ და კიდე კორუმპირებულია კიდე და მისი შემოსავალი არის წარმოუდგენლად დიდი ყოველა ის იმაზე ვიმეორებ, რომ ეხლა ამ ადამიანებს რო უპირისპირდებით ჩვენ. ამიტომ ჩვენი წესიერება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალი ჩვენი და ჩვენ როგორმე უნდა შევძლებთ, რომ შიშველ ხელებიანთა ერთობა შევქმნათ ისე რომ თითოლარის შეწირვით უფრო მეტი დიდი ეროვნული საქმე გაკეთდეს, ვიდრე ეს ფულის სტომრები რომ უკეთებენ დაანგრიეს და დაღუპეს ჩვენი ქვეყანა და სადმე იყვანეს კიდე, ეს არის უბსკურში ვართ უკვე ჩვენ და რეალურად ეს არის ისეთი ჭაობი, რომელშიც უკვე ბაღაკეთსაც გაუჭირდებოდა.